Აშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში. ამჯერად ეთერშია პოლიტიკური სივრცე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღინიშნება, რომ ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები წუხან საქართველოს პარლამენტის მიერ 4 მარტს უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღების გამო, რაც სამოქალაქო საზოგადოების მიმართ საქართველოს ხელისუფლების სულ უფრო რეპრესიული მიდგომის დასტურია. ასევე ნათქვამია, რომ ახალი რეგულაციებით საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არ ღვევს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. როგორც იცით, ასევე საქართველოში იმყოფება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც წარმომადგენლები შეხვდნენ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თქვა, მოვითხოვეთ პატიმრების მონახულება, განსაკუთრებით მზიან მაღლობელის, რაც გამოხატეთ პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან და მათ გვიპასუხეს არაო, ანუ პატიმრებთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს ამ ადამიანებს და როგორც ეს ადამიანი ამბობს, ჩვენ მოუწოდეთ ხელისუფლებას, რომ ის პატიმრები მაინც გაათავისუფლეს, ვისაც 50% მოხდილი აქვს თავიანთი სასჯელის, რადგან პოლიტიკურ საქმეებზე არიან ისინი დაკავებულებიო, ამბობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. ჩვენ დღეს გადაცემაში ვისაუბრებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ასევე ვისაუბრებთ კონკრეტულად ოპოზიციის ერთობაზე. იცით, რომ ოპოზიციის ალიანსი შეიქმნა და სწორედ ამ ალიანსის ორი წევრი იქნება ჩვენი სტუმარი, გადაცემის პირველ ნაწილში თამარ ჩერგოლეიშვილი, ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი და შემდეგ უკვე გიორგი ვაშაძე, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი შემოგვიერთება. მივესალმებით თამარს, გამარჯობა. საღამოშვიდობის. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველ რიგში მინდა კომენტარი გთხოვოთ ამ ვითარებაზე, რომელიც ახლა არის შექმნილი, თუნდაც აი იგივე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პატიმრებთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს. თუმცა ამავე დროს შეხვდნენ მას სხვა დელეგაციებისგან განსხვავებით, ხო, ხა ევროსაბჭოსთან უფრო ცუდი დამოკიდებულება აქვს, ევროპარლამენტთან საერთოდ მტრული დამოკიდებულება აქვს, ნუ ეუთოსთან როგორც ჩანს ჯერჯერობით ელაპარაკებიან და ამ შეხვედრების შემდეგ მაკა ბოჭორიშვილი ამბობდა, რომ ყველას კარგად ესმის, რომ ბოიკოტი არ არის გამოსავალი და არ ამართლებს და პოლიტიკა უნდა იყოს პარლამენტში. თქვენ მაინტერესებს ხელისუფლების ურთიერთობა დასავლურ ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან. შეიძლება თუ არა ეს საბოლოო ჯამში მივიდეს იქამდე, რომ რაღაც შუამავლის როლი მაინც მათ შეასრულონ საბოლოო ჯამში. თუ გამორიცხულია დიალოგი ასეთ ხელისუფლებასთან. ეუთოს საპარლამენტოს პრეზიდენტმა ახსენა რამდენჯერმე დიალოგის. როდესაც ძალაუფლების გადაბარების პროცესი მოვა, რასაკვირველია, საერთაშორისო ინსტიტუტები იქნება ეს თუ აქტორები, შესაძლოა რომ მნიშვნელოვანი როლით დაკავდნენ ამ პროცესში, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვთქვათ, რა ტიპის პროცესი შეიცვლება ეს რეჟიმი. ოღონდ ის, რომ ეს რეჟიმი შესაძლებელია და იქამდე უნდა მივიდეთ, რომ დინებისმიერი დიალოგი შედგეს ძალაუფლების გადაბარებაზე და არა რეჟიმის რომელიმე მანევრში მონაწილეობაზე, რაც აი ამ მოღალატე ირანის და რუსეთის მოკავშირე რეჟიმს ლეგიტიმაცია შესძენს, ეს არის ჩვენთვის ძალიან ნათელი. აბსოლუტურად გამორიცხულია დიალოგი. გაგვარამია თქვა, რომ შარმიშელი ორი არ იქნება. დიალოგი, ძალიან ამიტომაც ვართ ერთად ალიანსში ჩვენ და ნიკა გვარამია, რომ ამ ჭკუაზეა, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ამოცანებიდან უნდა ამოვიდეთ. ჩვენი ამოცანა არ არის რაღაც ოპოზიციაში ყოფნა. ჩვენი ამოცანა არის რეჟიმის ცვლილება, იმიტომ რომ რეჟიმის ცვლილებაზე არის დამოკიდებული გადარჩება თუ არა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა. და ეს რომ ასეა, ამას მოწმობს სოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები და მათ შორის ისიც, რომ უკრაინა-რუსეთის ომი ადრე თუ გვიან დამთავრდება, ახალი გეოპოლიტიკური საზღვრები გაევლება, ახალი, თქვათ, ინტერესის ზონები დაწესდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს არ მართავდეს ის ტოქსიკური აქტივი, რომელიც დღეს ქართული რეჟიმის სახით დააწვა დასავლეთს, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ჩვენ ვიყოთ არა ტოქსიკურ აქტივად რაღაც მენიუში, არამედ უნდა ვიყოთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ჩვენით ვწყვეტდეთ ჩვენ ბედს. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც აქვს რესურსი, რომ შეხვდეს ამერიკის ხელისუფლებას მაღალ
მაღალ დონეზე. შეხვდეს ევროპის დედაქალაქებს და გადაწყვიტოს ამ ქვეყნის ბედი და ამ ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანი, იმიტომ რომ დღეს ჩვენი ბედი რეჟიმის აღიარებით წყდება აშხაბადში და ეს არ არის ჩვენი ისტორიული მისია. ეს არ უნდა ჩვენ წინაპრებს, ეს არ უნდა არც გორგასალს, ეს არ უნდა არც აღმაშენებელს, ეს არ უნდა არც ილია ჭავჭავაძეს და ეს არ უნდა არც ქართველ ხალხს. ეს ვართ ქართველი ხალხი, ასეთები ვართ. ჩვენი ადგილი არის ევროპაში, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ბუნებით ევროპელები. ჩვენს ევროპელობას განსაზღვრავს ჩვენი მოწყობაც, მათ შორის ჩვენი მრავალხმიანობაც. მათ შორის ის, რომ ფედერალურები ვიყავით ჩვენ, ხო? ჩვენ არ ყოფილვართ უნიტარული ერთ რაღაცა ბელაც დაქვემდებარებული სახელმწიფო, ხო? სულ მუდამ ჩვენ ვიყავით მრავალხმიანები. ეს არის ჩვენი ევროპელობა, ეს არის ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა. ამიტომ იმისთვის, რომ ჩვენი ბუნება არ დავკარგოთ, ჩვენი იდენტობა არ დავკარგოთ კიდე ერთხელ და მრავალჯერ დიალოგი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ძალაუფლების გადაბარებამდე. იქამდე კი არ აღიარების პოლიტიკით, ანუ ერთი მხრივ პროტესტით, რომელიც რეჟიმს არ აღიარებს, მეორე მხრივ საერთაშორისო წნეხით, ანუ აქციით, სანქციით და მესამე ალტერნატივით, რომელიც ახლა შეიქმნა, ჩვენ აუცილებლად მოვგვდავთ რეჟიმს და მივიყვანთ საქმეს იქამდე. ვინ მოიფიქრეს სლოგანი თქვენ? აქცია, სანქცია, ალტერნატივა? კი, მე მოვიფიქრე. ასა მე დამაწია მე იმან, ეს დიდი ხნის წინ მოვიფიქრე, ერთი წელიწად ნახევრის წინ, მაგრამ დამაწია მე ასა იმან, რა ქვია, რაგვარია ეს კაცს უმავიწყდება ეს ივანიშვილის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ხო ეს მიხეილ ყაველაშვილმა ასაო გაეროში რო იყვირა რაღაცნაირად შეიძლება ეს რაღაც ისეთი აღმოჩნდეს მისთვის საბედისწერო რომ აქციამ სანქციამ და ალტერნატივამ მოგვდოს მისი პატრონი ხო, ნუ კი ბატონო, მოდი ახლა განვიხილოთ ეს. ხო, ნუ სანქციები, მოდი დავიწყოთ სანქციებით. ხო, რამდენად არის ისეთი, როგორიც შეიძლება რამე პრობლემა შეუქმნას დღეს რეჟიმს. ძანძიერი არის ეს სანქციები და ეს სანქციები რომ მნიშვნელოვანია, ამას განაპირობებს ის რატო არიან ისინი ამერიკაში. თქვენ გონიათ საქართველოს ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობის ბედი ანაღლებთ, არა, ივანიშვილისთვის სანქცია უნდათ, რომ მოხსნან. ეხლა ჩვენ შარშან იანვარში ვიყავით ხოლმე და გიგა ტრამპის დონალდ ტრამპის შვილის, ანუ დონალდ ტრამპ ჯუნიორის მიწვევით ვიყავით ძალიან ვიწრო წრის წვეულებაზე, სადაც იყო ყველა სენატორი, სადაც იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ანუ მათივე მიწვევით იყო და იქ ჩვენ დალაპარაკება შევძელით, რომ რას აკეთებს ეს ივანიშვილის რეჟიმი, ანუ როგორც ცდილობს ამერიკასთან ურთიერთობას, ხო? დაქირავებული ყავს ლობისტები და ერთადერთი რაც აინტერესებს მარტო არის ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა და აი იყავით ჩვენი ტერიტორია. აი ამას, ანუ ყველაფერს გაგიკეთებთ ის, რაც არის თქვენთვის. აი იყავით აეროპორტში დაჯდება სამხედრო თვითმფრინავები, თქვათ იქ რაღაცა თქვენი ტვირთი როგორც უნდა ისე გაივლის. უბრალოდ ეს იყოს ჩემი ბოსტანი და მე არ შემეხოთ და არ მომთხოვოთ დემოკრატია. აი ეს დილი უნდა ბიძინა ივანიშვილს, მეტი კი არაფერი. ამაში შეიძლება ნაწილი პოლიტიკური პატიმრებით გაათავისუფლოს იმისთვის, რომ მე კიდე ივაჭროს, ხო? მაგრამ ეს არ დაასრულებს პოლიტიკურ დევნას, ეს ვერ დაგვაბრუნებს ევროატლანტიკურ სივრცეში და რასთვარია ეს ყველაზე ცუდი კომბინაციაა, როცა ამერიკა შენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ აი შენ ასაფრენბილიკებს თავისი სამხედრო თვითმფრინავებისთვის იყენებს, რომ ირანი დაბომბოს, ხო? და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხდება. ხო, ესე უდობია, მოდი თავიდან დავიწყოთ ეს სტრატეგიული პარტნიორობა. გავიგე, ოღონდ ისინი ეუბნებიან, რომ იცი რაც უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ჩვენ სერიოზულად მოგეკიდოთ. არა, პირველ რიგში აქ უნდა დაალაგდეს ვითარება, ხო? ქართულმა ოპოზიციამ უნდა მიიღოს. იმიტომ რომ ისინი ამბობენ, რომ ჩვენ უთხარით მას, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ეხლა კონკრეტულად რა უთხრეს. ამერიკელები ვერ ეტყვიან იმას, რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის. უთხარითო კონკრეტულად რაღაცა. არა, მე რას ვიძახი, ანუ კონკრეტული შეიძლება ის იყოს, რომ არაფერი ნორმალური პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს, უნდა დაამთავრო პოლიტიკური დევნა, უნდა დაიწყო დიალოგი ოპოზიციასთან, ოღონდ ის დიალოგი კი არა აგერ იქ იმედის ეთერში რომ რაღაცა იმას აწყობენ, რა ქვია, ცირკს აწყობენ. არამედ ის დიალოგი, სადაც ქართული ოპოზიცია და ქართველი ხალხი თავს იგრძნობს დაკმაყოფილებულად და დამყარდება საზოგადოებრივი მშვიდობა და ესეთი დიალოგი შეიძლება წარიმართოს მხოლოდ ხელისუფლების გადაბარებაზე. სხვანაირად ეს დიალოგი ვერ წარიმართება, ანუ სხვა დიალოგი არ არსებობს მოღალატეებთან. ხო, გავიგე ხელისუფლების გადაბარებაზე, მაგრამ ხა წარმოიდგინე ივანიშვილის მხრიდან, ხო, ეხლა. არის ხა ივანიშვილი მდგომარეობაში, რომ ვიღაცას ხელისუფლების გადაბარება. ესე იშლება ავტოკრატიული რეჟიმები ჯერ იშლება თან და ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნების რამხელა ნაწილი ზის ციხეში, ხო? ანუ ვხედავთ, რომ გავსებულია ქართული ოცნების გავლენიანი ფიგურები ციხე და ამ გავლენიანი ფიგურების უკან უზარმაზარი ინფრასტრუქტურა დგას, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არსებობს, პერსონალური არხებით ლაგდება ბიზნესი და როდესაც ჩვენ ამ პერსონალურ არხებს თავებს აცლი, ისინი ძალიან ის არიან, ხო? ამას ემატება კრიზისი, ხო? ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მაშინ როდესაც აქ ძალის ვაკუუმი
დავსებული ქონდა რუსეთს, ეს მდგომარეობა იცვლება და ივანიშვილის მანევრები აღარ რჩება. ეხლა ცოტა გავს რაღაცნაირად ქუჩაში გამოსულ ბერიკაც, რომელიც სახს ვეღარ აგნებს, იმიტომ რომ აქ როგორ დაალაგდეს ვერ ხვდება. ანუ, როდესაც რუსეთი აქ ძალას არ ასხივებს და რუსეთი არ არის ძლიერი, მან არ იცის როგორ დაალაგდეს და ამ ვითარებით ჩვენ უნდა ვისარგებლოთ და ეს არის ძალიან როგორ თქვა, სწორი მომენტუმი იმისთვის, რომ ჩვენ პროტესტის გალვანიზაციად შევცვლოთ, როდესაც ხალხი, იმიტომ რომ რეალურად ის პროტესტი სადმე კი არ წასულა, სტრატეგიულ დუმილშია გარდაქმნილი. აქციაზე გადავალთ მამდე სანქციების მომენტ, ანუ ეხა იყო ბოლო ეს იმედის დასანქცირება. ეს ძალიან დიდი რამეა, ხო, მაგრამ ნუ აგრძელებენ, ხო? არაფერი არ შეუცვლია. ესე არ ხდება. აგერ მაგალ ყულევის თემაზე გადარჩენ მაგალითად. მე გადარჩენ, იმიტომ რომ რეალურად ანუ ამჯერად ეს არის რომ დასანქცირებული ნავთობი არ შემოდის, ხო? ნედლი ნავთობი შემოდის და აქ გადამუშავება ხდება, მაგრამ ეს თუ ხრელად ჩაითვალა, რამდენი ხანი გადარჩებიან, კაცმა არ იცის, ხო? ეს ყველაფერი ხო ვერ ანუ ერთადერთი რაც მყისიერად შეცვლის მდგომარეობას არის, როდესაც ძალიან ბევრი ხალხი საქართველოში თავის სასიცოცხლო ინტერესს დაინახავს რეჟიმის ცვლილებაში და ამას ჩვენ ყველანი დავინახავთ. დანარჩენი ყველაფერი არის პატარ-პატარა აგური, აი აქეთკენ სიარულში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რეალურად ეს პროტესტი, ანუ ეს იმედის და პოზიტივის დასანქცირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის აი იმ რუსეთის შევიწროების ტალღის ნაწილი, რასაც ჩვენ დღეს მსოფლიოში ვხედავთ. ანუ რუსეთი ხო ჩვენს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, ხო? ამ ჰიბრიდული ომის თქვათ, ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის პროპაგანდა და როდესაც ქართული ოცნების რეჟიმი აღქმულია რუსეთის პროქსი რეჟიმად, მისი პროპაგანდის იარაღი აღქმულია რუსეთის შევიწროვებად, ხო? და აი ეს ყველაფერი უნდა განვიხილოთ ჩვენ აი ამ დიდი ტალღის ნაწილად, როდესაც რუსეთი ვიწროვდება არქტიკაში, რუსეთი ვიწროვდება ლათინურ ამერიკაში, რუსეთი ვიწროვდება ახლო აღმოსავლეთში, რუსეთი ვიწროვდება სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ უნდა შევძლოთ აი ახლა არის ზუსტად ის მომენტუმი, ანუ ვარსკვლავები ეგრე არის ახლა განლაგებული, რომ ჩვენ ქართულმა ოპოზიციამ, პოლიტიკურმა სპექტრმა, როგორებიც ვართ და რანაირებიც ვართ, გამოვნახოთ ჩვენ თავში ძალა, გადავიტვირთოთ დემოკრატიულად, რასაც წარმოადგენს ახლა ეს ჩვენი შეთანხმება და რეალურად ჩვენ მივცეთ იმისი გარანტია, მათ შორის თავისუფალ სამყაროს, რომ ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის მარცხს საქართველოში, ანუ სამხრეთ კავკასიაში და ამას მე უკვე მთელი თავისუფალი სამყარო იზეიმებს ჩვენთან ერთად, როგორც ვთქვათ, ვენესუელაში რუსეთის მოკავშირეების, თქვათ, ჩამოგდება იზეიმეს, ხო? როგორც ის იზეიმეს, რაც ირანში მოხდება, როდესაც რეჟიმი შეიცვლება და, თქვათ, ისეთი რეჟიმი მოვა, რომელიც ეს შიგნით რო ქართული ხალხი მომწიფდეს, ხო? ანუ აქცია, მაგრამ აქციები ჯერ არ არის იმ დონეზე, რომელიც ასეთ ცვლილებებს მოიწონს. ანუ სანქციებიც ჯერ დიდად არ აწუხებს ამ რეჟიმს, როგორც ყოველ შემთხვევაში. კი ბატონო, აწუხებს, მაგრამ ნუ ისე რომ რაღაც დათმობაზე წავიდეს, ჯერ ესეთი სიტუაცია არ არის. აქციებიც ჯერ არ არის ამ ასე ვთქვათ დონეზე. თქვენ პოლიტიკური მოძრაობა დიდად უფრო არის გადადის სამოქალაქო საზოგადოებაზე და იმ ხალხზე აქტივისტებზე, თუმცა ეს პოლიტიკური პარტიები რამდენად აპირებთ უფრო აქტიურად ჩაერთო და რამდენად ხედავთ, რომ აქციები რაღაცა ხელისუფლების მნიშვნელოვანი შეცდომის გარეშე შეიძლება პიკსში გავიდეს. კი ბატონო, მე ვერ ვიტყოდი, რომ მარტო სამოქალაქო საზოგადოება უდგას პროტესტს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყავით და თვეში ერთხელ 8 პარტიას, რომლებიც წინა ფორმატში ვთქვათ ვარსებობდით, ხო? ანუ ქონდა აქცია და ჩვენ ხედავდით, რამდენი ხალხიც გამოდიოდა და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ სწორად გავაკეთეთ ინვესტირება ახლა შეთანხმებაში, იმიტომ რომ იმ აქციების დაკვეთა სწორედ ის იყო, რომ რაღაც ახალ საფეხურზე გადაგვეტანა, მათ შორის პოლიტიკური პროცესი, ეს შევძელით და ბუნებრივია, რომ ახლა უკვე გამოვაცხადებთ შემდეგ აქციას და ერთ-ერთი მიმართულება სწორედ და შეთანხმებაშიც ეს გვიწერია, რომ პროტესტის უკეთესად ორგანიზება იქნება. ეხლა მე არ მინდა არავინ მოვატყუო და ის უთხრა, რომ აი რაც 28 ნოემბერს თქვათ თბილისის ქუჩებში დადგა, ან რაც თქვათ უცებ აი ეს ნიაღვარი რომ მოაწყდება ხოლმე და ხალხი გარეთ გამოდის, ამისი უზრუნველყოფა პოლიტიკურ სპექტრს შეუძლია. მაგრამ ჩვენ რაც შევძელით პოლიტიკურმა სპექტრმა და მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებამ და რო არ გეგონოთ, რომ ეხლა ამ გადმოსახედიდან ვიძახი ამას, 20-ზე დაიწყო აქციები, აი 20 დეკემბერშიც, 24 წლის დეკემბერშიც მაგას ვიძახდი ზუსტად, რომ ჩვენ ამ დიდ აქციებს ამ ზომით ვერ შევინარჩუნებთ, მაგრამ ჩვენ თუ შევინარჩუნეთ ჩონჩხი, ანუ ბირთვი, რომელიც მუდამ პროტესტშია, შემდეგი ნიაღვარი, რომელიც აუცილებლად იქნება, როცა ეს სამივე ელემენტი შეიკრება და ხალხი, რომელიც ახლა დღეს სტრატეგიულ დუმილშია, დაიწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ღირს აქციაზე გასვლა, იმიტომ რომ უკეთესი ელოდება და რეჟიმის ცვლილება მისი სასიცოცხლო ინტერესია და მისი ოჯახი უკეთ იქნება და თვითონ უკეთ იქნება, თუ რეჟიმი შეიცვლება და ამისთვის საჭიროა აი ამ სამი კომპონენტის კარგად შეკრა, ხო? მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი ნიაღვარი, რომელიც დადგება, ზუსტად აი ამ პერმანენტული აქციის თუნდაც შეთხელებულია.
ჩონჩხის რეალურად, აი კარკასის, აქციის კარკასი რო წარმოიდგინოთ, აი ეს ჩამოყალიბდა ამ 500 დღის განმავლობაში, ხო? ანუ აი მათ შორის ან დემოკრატიული ალტერნატივის და დასავლური წნეხის მეშვეობით ჩვენ აუცილებლად მივალთ რეჟიმის შეცვლამდე. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული და მგონია რომ ძალიან ახლოს ვართ ამ ყველაფერთან. არ ვიცი ზუსტად რამდენად თარიღებს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს არ არის სწორი და ეს თან იქნება შეთანხმების დარღვევა. მაგრამ მე მგონია რომ გაცილებით ახლოს ვართ, ვიდრე ცოტა ხნის წინ ვიყავით და ამას განაპირობებს ის შეთანხმებაც, რაც ოპოზიციურ პარტიებს გვაქვს. ხო, ალტერნატივად უნდა ჩამოყალიბდეს. რამდენად აქვს უნარი ამ თქვენს გაერთიანებას, რომ იყოს ალტერნატივა. რამდენიმე მიზეზის გამო. ნუ პირველი თავი რაზეც ახლა ხელისუფლებაც აკეთებს პედალირებას არის ის, რომ თქვენ ხართ ისევ რაღაცა ყოფილი ნაციონალური მოძრაობა, ჯერ დაიშალნენ და შემდეგ ახლა შეერთდნენ და არაფერი ეს რაღაც საერთო ოპოზიციურ გაერთიანება არ არის თავისუფლების მოედნის გარდა, რომელსაც ცდილობენ კვლავ რაღაც ნაციური წარსული ვიღაცებს გაუწევს. ესეც ტყუილია, ხო, არც მე არ ყოფილვარ ნაცმოძრაობაში, ჩემს სიცოცხლეში არასოდეს და არც ერთხელ ხო, არა, რა მნიშვნელობა აქვს ეგრე 96%-მა მისცა მიშა სააკაშვილს ხმა 2003 წელს, ხო? ეხა ეს ხო არასტორია, ეს უბრალოდ ოცნების ეს რიტორიკა ჭრიდა, იმიტომ რომ შესაბამისად იქცეოდა ოპოზიციაც და დღეს ოპოზიცია ასე არ იქცევა. დღეს ამ შეთანხმებას თუ რამე გაანასხვავებს სხვა შეთანხმებებისგან და წინა ერთობებისგან, ის არის რომ შინაარსზე დაფუძნებული ერთობა, ეს არის რომელიმე პარტიის გარშემო გაკეთებული ალიანსი, ან რომელიმე პოლიტიკური ლიდერის კონკრეტულ სტრატეგიულ ხედვაზე ვთანხმდებით, რომ აი ეს მიგვიყვანს გამარჯვებამდე, სრულად ვინარჩუნებს ჩვენს განსხვავებებს და ეს საწყენი არ უნდა იყოს, უბრალოდ სასურველია ტოქსიკურობა მოიხსნას და ერთმანეთს ცილი არ დავწამოთ, არ დავაბრალოთ და რა გზაც ავირჩიეთ იმ მზის დისკრედიტაცია არ მოვახდინოთ. თორე ხა განათლების მიმართულებით ან ჯანდაცვის მიმართულებით ან თუნდაც სახელმწიფო მოწყობის მიმართულებით ან თუნდაც ჩემს პერსონაზე თუ ვიღაცას უარყოფით წარმოგიდგენთ ეს როგორ შეიძლება იყოს გადამწყვეტი სამშობლოს გადარჩენისთვის ბრძოლაში, ხო? ანუ ეს პირიქით ჩვენი განსხვავებებმა ჩვენ უნდა გაგვაძლიეროს, იმიტომ რომ საზოგადოებაში არსებულ განსხვავებებს გამოვხატავთ და ყველა სეგმენტს სჭირდება თავისი აზრის გამომხატველი პროცესში, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ უნდა რაღაცა იქ სადაც თანხმდებით, ძალები გავაერთიანოთ ერთმანეთთან ჭიდაობის გარეშე, სადაც თანხმდებით, იქ მივაწვეთ ერთიანი ძალებით და ამის გარდა ამ შეთანხმებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გამოარჩევს ყველა წინასგან, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ბიძინას დამარცხებაზე. ბიძინას დამარცხების აუცილებელ კომპონენტად მიგვაჩნია ისიც, რომ ჩვენ ხალხს ველაპარაკოთ, რა ხდება მყისიერად ბიძინას დამარცხების შემდეგ. ეს აინტერესებს ქართულ ხალხსაც, რომ ეს ქვეყანა ქაოსში არ ჩაიძირება, ომი არ იქნება, რომ უსამართლობა არ წალეკავს, რომ იგივე ძველი თუნდაც აიახლა სტატუს კო ლოიალისტებს, რომ უსამართლოდ არ დაერევა ახალი ხელისუფლება, ხო? ერთი მხრივ ამისი გარანტიების მიცემა ჭირდება თვითონ შიგნითაც ხალხს და მეორე მხრივ ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც, ხო? ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც აი ეს რეჟიმების ცვლილებებამდე მიდის საქმე, დასავლეთი როგორ ფრთხილობს, რომ ვინმე ისეც არ ჩაუვარდეს ხელში, ვინც უფრო მეტ ქაოსს გამოიწვევს და კიდევ უფრო მეტ, თქვათ, არეულობას შეიტანს, ისედაც არეულ მსოფლიოში, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაჩვენოთ, მაგალითად, ახალი ხელისუფლების მოსვლიდან პირველ 100 დღეში რა გაკეთდება და როგორ უზრუნველყოფთ იმას, რომ ეს ქვეყანა ქაოსში კი არ გადაეშვას, არამედ ტრანსატლანტიკური განვითარების გზაზე დაბრუნდეს და მე მგონია, რომ ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება გაკეთდა და მგონია, რომ ეს შეთანხმება დაკვეთა იმდენად ძლიერია ხალხის, ანუ რამ გააძლებინა ამ შეთანხმებას. ახლა თავი კითხვა რა არის, არანაცურ ამომრჩეველს ამდენად მოიმხრობს ეს გაერთიანება. მოიმხრობს თავისი რამდენად იქნება ეს მოიმხრობს მისი შინაარსიდან გამომდინარე. ხედავს იმ ძველ სახეებს. მოიმხრობს მისი შინაარსიდან გამომდინარე. სახეებით არ წყვეტს ხალხი, ანუ დროა და ქართულ ხალხს უცეთ პატივი. ქართული ხალხი წყვეტს შინაარსით. როცა დაინახავს, რომ ჩვენი შინაარსი არის დემოკრატიული, რომ ჩვენ ფოკუსირებულები ვართ არა რომელიმე ავტოკრატი ლიდერის ახირებებზე, არამედ და ეს შეთანხმების ნაწილია, წერია ეს სიტყვას ვიტყვით შეთანხმებებში, რომ ავტოკრატი ლიდერის ინსტინქტებს კი არ ვემსახურებით, არამედ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს. როცა დაინახავს, რომ ჩვენ სერიოზულად გვაქვს გადაწყვეტილი ამ ქვეყანაში სამართლიანი საზოგადოების დაფუძნება, უსაფრთხო საზოგადოების დაფუძნება, ნაფიქრი გვაქვს ამაზე, ერთმანეთს მიუხედავად განსხვავებების აისურავ ჩხუბობდეთ და ვერ ვიტანდეთ ერთმანეთს. ხო, იმიტომ კოალიციური მთავრობაც ხო ეგეთი იქნება ხა. ხშირად ძალიან დაპირისპირებული პარტიები ქმნიან, ხო, კოალიციური მთავრობას. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს პარტიები თავის იდენტობას შლიან, ან ერთმანეთის სიყვარულს იწყებენ. არა, საერთო საქმისთვის ერთიანდებიან, ხო? აქაც იგივე უნდა მოხდეს, რომ უამრავი განსხვავება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს თავზე დიდი მიზნები გვაქვს, ხო? და თუ ჩვენ შეთანხმებას ვასრულებთ, თუ საერთო გზაზე, რა გზაზეც ერთად შევდექით, იმ გზაზე ისე მივდივართ, რომ ერთმანეთს ფეხს არ ვაბიჯებთ. აი, საინტერესო კითხვა არის, იმიტომ რომ ბევრს აქვს ეს შიში, რომ ეს ალიანსი დიდხანს ვერ გაძლებს, განსაკუთრებით მაგალითად ჰქონდათ როცა
ხელისუფლების მედიებს უსმენდი აქცენტი თქვენზე, რომ აი თამარ იქნება ვინც დაშლის ამ ალიანსს, თქვენი ხასიათიდან გამომდინარე. თუმცა დღეს სხვა მხრიდან დაემუქრა ამ ალიანს რაღაც პატარა ამბავი თქვენ და პეტრე ცისკარიშვილის შორის მოხდა შეკამათება. ჩემსა და პეტრე ცისკარიშვილის შორის კი არ მოხდა. პეტრე ცისკარიშვილი თავს დაესხა თავისუფლების მოედანს და აი ეს შეთანხმება არ გულისხმობს წარსულზე ერთი აზრის ქონას, ხო? იმიტომ რომ ეხლა მე შეიძლება მწყინდეს ჩემი ქმრის რეჟიმი. მოდი მაშინ ავხსნათ რა მოხდა. ანუ თავისუფლების მოედანს რადგან პროპაგანდა აბრალებს რომ თქვენს ნაცები ხართ, თავისუფლების მოედანი რამდენიმე წევრი გამოვიდა და ზოგმა თქვა რომ იმ რეჟიმს არ ვეთანხმებოდი, ზოგმა რეჟიმი უწოდა ნაციონალურ მოძრაობას, თქვა რომ ვებრძოდი და ეს ნაციონალურ მოძრაობას არ მოეწონა, თუ ერთად ვართ რეჟიმს რატო გვეძახითო, ხო? თითქოს მათ მხრივადაც იყო. ანუ მოდით შეხედეთ როგორი სიტუაცია არის. ქართულმა ოცნებამ 2012 წელს აიღო 54%. იმისთვის რომ ქართული ოცნება ჩვენ ჩამოვშალოთ, ამ ხალხის მინიმუმ ნახევარი მაინც უნდა გადმოვიდეს წინააღმდეგობაში, ანუ უნდა იყოს წინააღმდეგობაში. როგორ უნდა შეთანხმდეს შენ აი ამ ხალხთან 2012 წელს ვინც ქართულ ოცნებას მისახმა, ესე იგი ნაციონალურ მოძრაობას პრობლემატურ ძალად მიიჩნევდა, ხო? და აი ეს ხალხი ხო არსებობს. ამ ხალხს თავისი ინტერესების გამო მხატველი პროტესტში ხო ჭირდება, წინააღმდეგობაში ხო ჭირდება იმისთვის რომ ჩაერთოს, იმისთვის რომ თავისი სუბიექტი ამორჩოს, ანუ ამ განსხვავების ჩვენება რომ შეთანხმებას არ არღვევს, ეს ნათლად წერია შეთანხმებაში, ანუ ჩვენ ხო ბიძინას დამარცხება გვინდა. ჩვენ ხო რომელიმე ვთქვათ ლიდერის რო არ ეწყინოს რაღაცა ამაზე არ უზრუნავთ, ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ბიძინა დავამარცხოთ და ამ ბიძინას დამარცხება სჭირდება იმ ხალხის ჩართულობაც პროცესში, რომელმაც 2012 წელს ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილს და ნაციონალურ მოძრაობაზე ფიქრობდა, რომ ეს არის ავტორიტარული ძალა. როგორც არ უნდა მწყინდეს, რომ ჩემ ქმარს ამას ეძახიან, ხო? თუ მე ამას ვერ გადავაბიჯე და მომავალზე არ ვფოკუსირდი და წარსულში განსხვავებების შეერთება მოვითხოვე, მაშინ ანუ უბრალოდ წავაგებ კიდე ერთხელ ბიძინასთან, ხო? არითმეტიკულად, მათემატიკურად ესეა საჭირო და სწორედ ამიტომ ამ შეთანხმებაში ეს გათვალისწინებულია. ანუ არანაირ პირიქით, გარკვევით წერია შეთანხმებაში, რომ ეს, თქვათ, ალიანსი არ ნიშნავს ერთი პოლიტიკური პარტიის გარშემო გაერთიანებას, ან ერთი პოლიტიკური ლიდერის გარშემო გაერთიანებას, ან სრულ იდეოლოგიურ თანხვედრას ყველაფერში. ეხლა ვიღაცისთვის შეიძლება ისეა, ვიღაცისთვის შეიძლება ესეა და დღეს თუ თანხმდები იმაზე, რომ ბიძინა წასასვლელია, რატო უნდა ვიჭიდაო იმაზე, რაც განმასხვავებს, ხო? ანუ გამოხატოს იმან თავისი განსხვავება, პერსონალურად ეს რატო უნდა მივიღო? თქვენ ახსენეთ ლიდერი და მიშასთან თქვენც გქონდათ ბოლო პერიოდში ძალიან მძაფრი კი, რასაკურველია, მაგრამ მის როლს როგორ ხედავთ ამ ალიანსში? მისი პარტიის ლიდერად. მისი პარტიის ლიდერად მას აქვს პარტია, მისი პარტია არის ამ ყველაფრის წევრი, ის არის თავისი პარტიის ლიდერი, თავისი პარტია რა როლსაც მიანიჭებს თავის პარტიაში, ის როლი ექნება. და მე ქართველი ამორჩეველი რა წონასაც მიანიჭებს თავის პარტიას, ის წონა ექნება შემომავალშიც, ხო? ანუ ამაშია საქმე, ჩემი ლიდერი მიშა არ არის. და თუ მიშა შეძლებს რომ ამაში და ჯერჯერობით ახერხებს ამ ყველაფერს, ხო მივდივართ რომ თავის პარტიის ლიდერობას დასჯერდეს და თავის პარტიის ლიდერი იყოს, თავის პარტიის განვითარებაზე იზრუნოს და ჩვენთან თუ რამე განსხვავებები აქვს, ილაპარაკოს კაცო, ეგ რა პრობლემაა, უბრალოდ ცილი არ დაგწამოს, არ დაგვაბრალოს რომ რეჟიმთან შეკრულები ვართ, არ დაგვაბრალოს. ერთმანეთზე არ თავდასხმა, არ გულისხმობს ერთმანეთის არ კრიტიკას? ერთმანეთის არ კრიტიკას, ანუ ერთმანეთზე თავდაუსხმელობა გულისხმობს შემდეგ რამეს, რომ პირველ რიგში რა გზაც ავირჩიეთ, იმ გზას არ ვერჩით, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, როდესაც ქონდა 8 პარტიას ერთი გზა არჩეული, მაგრამ რომელიღაცა პარტიის მერე ისინი გარედან გვესხმოდნენ და ფილმებს აჩვენებთ, სეირნობთ, რაღაც გადამწყვეტია საჭირო, ხო? ეს გადაზღვეულია ამაში. ერთი რომ ამ გზას თავს არ უნდა დაესხა, მეორე ხელმომწერ პარტიებს რაღაც ცილი არ უნდა დაწამონ, მტერთან კოლაბორაცია არ უნდა დააბრალო, უნდა აღიარო თანასწორ აქტორად, ანუ ეს ყველაფერი წერია შიგნით და ეხლა ამის იქით რავი მე ხა ქართულ-აფხაზური სახელმწიფოს იდეაზე თუ მე უარყოფითი წარმოდგენა მაქვს, ჩემ ამორჩევას ეს ხო უნდა აუხსნა კაცო. ხო უნდა უთხრა იგივე რეჟიმის პროპაგანდა რომ ერთ ქვაბში მყრის ნაცებთან ერთად და სიმართლეა რომ არ უყოფილ ვარ არასოდეს ჩემს ცხოვრებაში ნაცი ხა ბაკურ ყვაშილავას ადგილზე რომ თავი წარმოიდგინო. პასუხი ხო უნდა გავცი ამ ყველაფერს რომ არ უყოფილ ვარ და ჩემი დამოკიდებულება იყო ესეთი. ამის ცოდნა ხო ამორჩევას ჭირდება და ეხლა სხვა პარტიის ლიდერს რომ ეს ეწყინება ან სხვა პარტიის ამორჩევალს ამან პროცესს ხელი რატო უნდა შეუშალოს? იმ პარტიამ ბაკურ ყვაშილავა ნაციონალური მოძრაობის ამორჩევალს ხო არ თხოვს ხმა მომეციო. სხვას ელაპარაკება
ვიღაცას ხო? ბოლო კითხვა მექნება, რამდენად შეიძლება და დღეს კარგი დღე იყო მართლადრისით, იმიტომ რომ ნაციონალურმა გაემიჯნა პეტრესის კარში. შესრულდა შეთანხმება, ანუ თავისი სიტყვა დაიცვა, ანუ აქ მნიშვნელოვანი ის კი არ არის ვინ ვის გაემიჯნა. აქ მნიშვნელოვანი ის არის რომ ხელმომწერმა ძალამ შეთანხმება დაიცვა. და ამ შეთანხმების, აი ესე აშენდება ნდობა ზუსტად. მათ შორის აი ესეთი, თქვათ, კრიტიკული სიტუაციები სწორად გავლაზე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ, ანუ ჩვენ თუ არ გვინდა რომ ჩვენ თუ გვინდა რომ გავიდეთ იმას სამშვიდობოს, უნდა გავიაზროთ რომ ჩვენს თავზე, ჩვენს ლიდერებზე დიდი მიზნები დგას, დიდი მიზნები დევს სასწორზე. მოკლედ თამარი არ იქნება ეს ვის დაშლის ამ ალიანსო. წესები, ანუ ჩემი მოთხოვნა ყოველთვის იყო ეს, ანუ შენ მე უწესოდ თუ მეკცევი, მე თავს დაგესხმები. თუ წესიერად მოიქცევი, თავს არ დაგესხმები. ამისთვის გავწერეთ წესები, რომ განსაზღვრული იყოს, რა არის წესიერება, რა არის უწესობა. ყველამ ვიცით რა არის წესიერება, რა არის უწესობა და ეხლა ამის მიღმა თუ ამ წესებს უნებრივია რომ ბოლო კითხვა ალტერნატივად როცა ამბობთ რომ უნდა ჩამოყალიბდეთ ეს ნიშნავს თუ არა იმას რომ ადრე თუ გულ მოგიწევთ ერთი ნომრის ქვეშ არანაირად არ ნიშნავს და პირიქით ანუ საერთოდ არალეგალურად საარჩევნო სუბიექტად ჩამოყალიბდეთ არა აქ ჩავწერეთ და ეს ჩვენი მხრიდან კომპრომისი იყო მაგალითად რომ ჩაიწერა ეს რომ არ გამოირიცხება მომავალში თუ საჭირო გახდა მაგრამ ერთადერთი არჩევნებს რომელსაც არჩევნებად ვაღიარებ იქნება თავისუფალი არჩევნები და ანუ რატო უნდა ვიფიქრო საერთოდ ერთი ასიაზე ალტერნატივისგან ძალა ხო უნდა და გასაგებია დაინახოს ხალხმა და თუ ერთ ძალად არ ხედავს შეიძლება ვერ დაინახოს ის ძალა რომელსაც უნდა გაყვეს მერე ბრძოლაში შეხედეთ ყველაზე ძლიერი პროტესტი როდის არის როდესაც რაღაც კამპანიის შედეგად კი არ გამოდის ხალხი ქუჩაში არამედ სრულიად დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას ანუ სინამდვილეში ძალა არის პლურალიზმი იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება ჩვენ ვართ ევროპელები ჩვენ არ ვართ უნიტარული საზოგადოება ჩვენ ვართ მრავალფეროვანი საზოგადოება ეს განსაზღვრავს ჩვენ ევროპელებს ყველა სჭირდება თავისი წარმომადგენელი პროცესში ოღონდ რამცაც წყვეტს ეს შეთანხმება ოღონდ ისე წარმომადგენელი რომელიც ერთმანეთს ქვებს კი არ ესვრიან შეიძლება ერთმანეთს ძალიან არ მოსწონთ მაგრამ ცივილიზებულად დაჯდომა ძალა როგორ უნდა გამოასხივოს ეგრე ზუსტად ეს არის ძალა დღეს გამოვასხივეთ ჩვენ ძალა როდესაც შევძელით რომ აი დაგვეძლია აი ეს მათ შორის წარსულის შეფასებებში განსხვავებები იმიტომ რომ ჩვენ თუ არ დავდექით ჩვენ თავებზე მაღლა ძალას ვერასოდეს ვერ გამოვასხივებთ და ამას ყველაფერს განგვისაზღვრავს წესები ვინც დაიცავს წესებს თანადასხმებისგანაც დაზღვეული იქნება გასაგებია მადლობა დიდი კინაღამ ყავა დაგიქცი ამასობაში დაუტოვებ შემდეგ სტუმრს თამარ ჩერგოლეიშვილი იყო ჩვენი პირველი სტუმარი ფედერალისტების ლიდერი ვიდრე გიორგი ვაშაძე შემოგვიერთება მანამდე გვექნება ერთი მოკლე ჩართვა გია ხუხაშვილთან იცით რომ გია ხუხაშვილი დღეს სუსში დაიბარეს გამოკითხვაზე და შესაბამისად იმ განცხადების გამო რომელიც გუშინ ჩვენს ეთერში გააკეთა 360 გრადუსში გადაცემაში და სწორედ ამ თემაზე გვინდა ბატონ გიას დაველაპარაკოთ ბატონ გია მოგესალმები გესმით ხო ჩვენი მესმის აბსოლუტურად ფაქტი როგორ მე მესმის ფაქტები მესმის დიდი ბოდიში მარა ჩერგოლეიშვილის და ვაშაძის დიალოგს უსმენ აბსოლუტებს კი ბატონო ეხა თუ გესმით ჩემი ხმა ეხა მესმის კი ბატონო მოკლედ ბატონია რო გვითხრათ მოკლედ სუსში გატარებული თქვენი რა ვიცი რამდენი ხანი იყავით იქ რა ხდებოდა ამის შესახებ რა უნდათ რა ინტერესებდათ და რას გერჩიან ზოგადად არა მერჩიან ეხა იქ არ იყო ესე საკითხი არ დამდგა რამის მერჩის ხო ნუ საკითხი ეხებოდა გუშინ თქვენ ეთერში ჩემ ინტერვიუს გამოთქმულ მოსაზრებებს ამ ომის დროს გარკვეულ საფრთხეებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს მეტი არაფერი ეს იყო საუბრის შინაარსი ხა მე იქ ახალი ვერაფერი ვერ თქვი ფაქტობრივად გავმეორე ყველაფერი ის რაც ეთერში იყო გამოთქმული ხა პროცესი გაიწელა მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ხა 4 საათი რაღაცა ეს მიდიოდა იმიტომ რომ იქ რაღაც ტექნიკური თემებია ბევრი ხო იქ პროტოკოლი მე იმის საკითხვა და ამავდროულად ასე რომ 4 საათი ეს არის აბსოლუტური დროა თორე რეალურად საქმიანი თუ ამას საქმიანი შეიძლება ეწოდოს იყო ბევრად უფრო ნაკლები
ხო, როგორ ფიქრობთ თქვენ არ ახართ ხო პირველი ვინც დაიბარეს, რამდენიმე ადამიანი კიდე არის ასეთი რაღაც ირანთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო დაბარებული, უნივერსიტეტის გამო დაბარებული, რომელზეც ხო ატყდა ესეთი ამბავი, ირანულ უნივერსიტეტზე არის საუბარი. რას ემსახურება ეს დაბარებები, რა მიზანს ისახავს როგორ გონიათ? ნუ არ ვიცი, იცით მე შემიძლია მხოლოდ ვარაუდები გამოთქვა და ამ ვარაუდების საფუძველი გამიჩინა იმან რომ მე როდესაც დილას დამირეკეს ხო დამირეკეს მე ხა არ ვარ პოლიტიკოსი მე არ დამიწყია ხა ყვირილი და ესე რომ ვთქვა რაღაცა რო აი დამებარეს და ეს შემდეგ მინდოდა წყნარად წასვლა მშვიდად ისე რომ ეს ინფორმაცია ხა მასდამეს საჯარო არ გამხდარიყო იმიტომ რომ როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს ხო ეს დიდ ხმაურს არ გულისხმობს თავის თავში შესაბამისად უბრალოდ ჩავწ დავიყურე და წავედი ხო ჩემ მეუღლეს უთხარი დავამთხილე რომ ეხა არ უნდა მაინც და მაინც ამაზე ბევრი საუბარი და თუ რამე კომენტარი იქნებოდა გასაკეთებელი მხოლოდ ესე რომ თქვა იქიდან გამოსვლის შემდეგ გამეკეთებინა ამ დროს სახლიდან გასული არ ვიყავი რომ უკვე ატყდა რეკვა ხო ანუ შესაბამისად მე გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი რომ ინფორმაციის გაჟონა მოხდა სუსის მხრიდან და უბრალოდ თავისთავად იბადება კითხვა, ხო, რა ინტერესი ქონდა სუსს რომ დაეხმაურებინა, თუ მათ საქმიანი საუბარი უნდა დაკითხვა უნდა და გამოკითხვა უნდა, ხო, მათ ინტერესებში ეხა ხმაური მაინც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მათ ეს გააკეთეს. და აქ რა თქმა უნდა ეს აჩენს კითხვის ნიშნებს, ხო, რის გამო მოხდა ეს ყველაფერი, რა არის მიზანი საერთოდ ამ პროცესის, იმიტომ რომ ახალს მე გარდა იმისა, რაც თქვი, ნათქვამი მქონდა უკვე ვერაფერს ვერ ვიტყოდი, მე ხაზგასმით გუშინ, როდესაც ინტერვიუს ვაძლევდი, ემას იქ თქვი, რომ ჩემი ანალიზი ემყარება საჯარო სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას. და რომელიც გამოიწვია ალბათ ყველაზე მეტად ეს ფრაზა, რომ ტერაქტი ახსენეთ, ხო? ტერაქტს არ გამოურიცხავდა. ტერაქტი ვახსენე, ხა დღესაც, აი მაგალითად დღეს გერმანიის ესე რომ ვთქვათ, ტელეეთერებით მიმდინარეობს დიდი საუბარი მათ შორის ნდობის ჯგუფის მხრიდან, რომ გერმანიაში მოსაოდნელია ტერაქტები, ხო და ის რომ საფრთხე რისკები რეგიონში მთლიანად მე საქართველოზე კონკრეტულად არ მილაპარაკია, თუმცა ვთქვი რომ საქართველოში შესაძლებელია და სხვა ქვეყნებშიც სამწუხაროდ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებიც იქნა გამოყენებული იმ მარტივი მიზეზით რომ თვითონ ირანმა გამოაცხადა ხო ანუ ტერორიზმი როგორც ინსტრუმენტი ამ ომში და ხო დიდი ბოდიში 12 ქვეყანას რო ბომბავენ დღეს იმ ქვეყნებს რომლებიც ომში არ მონაწილეობენ ხო ომში მონაწილეობას არ იღებენ ეს არ არის სისტემური ტერორიზმი ავადავარქვა მე ამას ხო როცა მძევლად აკყავს არა მხოლოდ პერსონალიები არამედ ქვეყნები გარდა ამისა აინტერესებდათ მათ რომ სუსში მაგალითად საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია რატო არა ამას ვერ მეტყოდენ იმიტომ რომ მე ხაზგასმით კიდევ ერთხელ ვიმეორებ ვამბობდი რომ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის გადამუშავებაზე დაყრდნობით მე შევთავაზე საზოგადოებას ჩემი ანალიზი ხო ანუ მე არანაირი საიდან გაქვს ინფორმაცია საიდან მაქვს ეს დასკვნა გამოქვეყნებულია ჰადსონის ინსტიტუტის ეს კვლევა, ხო? გარდა ამისა, მე სხვა წყაროებიდანაც უკვე 2013 წლის შემდეგ, ესე რომ ვთქვათ, ეპიზოდურად ვიღებდი ინფორმაციას, ჩემი ინტერესი საერთოდ ამ თემის მიმართ განაპირობა 2013-ში აზერბაიჯანში ჩემი ოფიციალური ვიზიტის დროს, როდესაც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ვიყავი, გამოთქმულ შეშფოთებას აზერბაიჯანის მხრიდან რომ როდესაც ჩვენ საზღვარს ვსნით ირანთან, ხო, ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნის, ხო? არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აზერბაიჯანისთვისაც. მე ხა დეტალებში არ შევალ ამ თემის, მაგრამ ამაზე იყო საუბარი და იქიდან დაწყებული მე რა თქმა უნდა ეპიზოდურად ვიღებ ინფორმაციას ამ თემასთან დაკავშირებით. მე არ გახლავართ ახლა უსაფრთხოების სპეციალისტი და ვერ ვიტყვი რომ ძალიან ღრმად ვიცნობ ამ თემებს, მაგრამ მას შემდეგ რაც დაიწყო ეხა ცხელი ომი, ხო, აქამდე შეიძლებოდა
ეს რისკები იყო, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო, მაგრამ ეს რისკები ატარებდა ისეთ, ესე რომ ვთქვათ, შედარებით შეზღუდულ ხასიათს, ხო, მაგრამ აი 10 ბალიანი შკალით რო ავიღოთ, სანამ ომი დაიწყებოდა, ამ ცოტა ხნის წინ, ხო, მანამდე თუ ეს რისკი იყო დაუშვათ 5 ბალიანი, დღეს ეს რისკები გახდა 8-9 ბალიანი, ხო? და შესაბამისად ეს არის სერიოზული თემა. მე საერთოდ მიმაჩნია რომ აი ეს სტრატეგია, უსაფრთხოების სტრატეგია, რაც ჩვენ ქვეყანას აქვს აღებული და რასაც ემსახურება მთელი ეს პროცესი, მე ვიტყოდი, ხო? და თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მტრებს, ანუ ოპონენტებს მოჩლეკილ ენაზე უნდა ვესაუბროთ, იმიტომ რომ ემად და ხელი შეიძლება შემოგვიბრუნონ და ეს ხდებოდეს თან იმ ფონზე, როდესაც მეგობრებს გვდარს და ცოცხალს უტრიალებთ დილიდან საღამომდე, ხო? ეს უსაფრთხოების სტრატეგია არის დამღუპველი სტრატეგია, რასაც უცილებლად მივყავართ იქამდე, რომ ჩვენ გავხდებით მტრების უკმა, ხო? იმიტომ რომ მტერი შენ აი ამ პოლიტიკას, ამ ესე რომ ვთქვათ, ლოიალობის გამოცხადებას ბრჭყალებში მტრისთვის კითხვის სისუსტეთ და კიდევ უფრო მაგრად გაწვება, ხო? და მეგობარს კიდე იმტერებ, ხო? შესაბამისად ეს სტრატეგია არის გზა, ესე რომ ვთქვათ, უფსკულისკენ. მეტი ასე გასაგებია, ბოლოს მინდა გკითხოთ, ამ ყველაფერიდან გამომდინარე, თქვენ რა შტაბეჭდილება დაგჭათ, მათ აინტერესებდათ ამ რისკების შეფასება, თუ უბრალოდ ამ ხალხის დაშინება უნდათ? რისკების შეფასება ნაკლებად აინტერესებდა. ხო, ანუ უფრო დაშინება უნდათ, ხო, ამ ხალხის, ვინც ამ თემაზე კომენტარს აკეთებს. ხო, ნუ მე არ ამგონია, რომ ისინი ფიქრობდნენ, რომ მე პირადად შემაშინებდნენ, ხო, მაგრამ თვითონ ეს პრეცედენტები, როდესაც ვიღაცებს იბარებ დაკითხვაზე, ხო, და თან ამას შენ თვითონ აპიარებ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე კონფიდენციალურად მინდოდა რომ ამ პროცესს ჩაევლო, ხო? როდესაც შენ ამას აპიარებ, ესე იგი შენ საზოგადოებაზე ზემოქმედება გინდა, ხო? რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ მე დაკითხვაზე მიმიყვანეს და რაღაცა ხდება. ამის ესე იგი ეს ეჭვი ჩდება, ხო? თუ ეხლა ეს ვარაუდია, ეხლა მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, მაგრამ თვითონ ორი მხარე ვიყავით, მე და სუსი, ხო? მე დამიბარეს, მე წავედი ისე რომ ინფორმაცია ჩემგან არ გასულა, ესე იგი სუსიდან გავიდა. და მიზანი რა ქონდა მაშინ? გარდა იმისა, რომ დაეთრგუნათ საზოგადოება და ეს თემა ნელა მოკლან, ხო, რომ ვიღაცები ვისაც შეეშინდება, თქვას რომ არა ძმაო რა, შევეშვები ამ თემას, თორე ხვალე შეიძლება ეს დამებარო, ხო? კი ბატონო. შესაძლებელია, იმიტომ რომ ესეთ ეჭვს უჩნდება საფუძველი. შეიძლება მათ სხვა მიზნე ისინი არ ადასტურებენ, ბუნებრივია, რომ მიზანი ეს არის. ხო? ეხლა თვითონ მე იმ ადამიანებთან, ვისაც ვესაუბრე, არანაირი ის არა, აბსოლუტურად კონსტრუქციული, მათ რასაც აკეთებენ შეიძლება წამთ კიდევაც, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე ეს სტრატეგია, ხო, თავის მიწაში ჩარგვის და ვითომ არაფერი არ ხდება და ასე შემდეგ მიმაჩნია დამღუპველად თქვენ. გასაგებია, მადლობა დიდი ბატონია. მადლობა დიდი ბატონია, გია ხუხაშვილი გვერდებოდა, შეგახსენებთ ის დღეს უსში დაიბარეს და სტუდიაში ჩვენთან შემოგვიერთდა გიორგი ვაშაძე, სტრატეგია აღმაშენების ლიდერი, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა განაცემაში მონაწილეობის. პირველ რიგში ამ თემაზე მინდა თქვენს კითხოთ, აი ამ ადამიანებს დაბარება, ხო, გიორგი კანდელაკი იყო, გივით არგამაძეს ეძებენ და ასე შემდეგ და ჩამოვალბათ დაიბარებენ და აი ბატონიაც და სხვაების რას ემსახურებათ ხო როგორ გონიათ? თინა ხიდაშელი არ გამოგჩეს. მე ვფიქრობ, რომ სხვა შორის ბატონმა გემაც სწორად აღნიშნა, რომ ზოგადად ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვწვით ძალიან დიდ ბოროტ ძალას რა, რომელსაც აქვს სამი მახასიათებელი, ეს არის ტყუილი, ეს არის სიძულვილი და ეს არის ნგრევა. აი სწორედ იმ ტყუილისთვის, რომელსაც ის აწარმოებს საზოგადოებისთვის, რომ ხალხი მოატყუოს, შეიყვანოს რაღაცა ინსპირაციების შექმნას. ხო, იმისთვის სჭირდება მსგავსი ქმედება, იმიტომ ძალიან საინტერესო ფაქტია. სუსი არის ზოგადად სამსახური, რომელიც საიდუმლოდ მუშაობს, ხო? მივიდა აგერ დაკითხვაზე ადამიანი თვითონ არავისთვის არ უთქვამს, მარტო მივიდა და თვითონ იმათმა გაურცელეს ინფორმაცია, ხო? ანუ ეს ხო ცალსახად მიანიშნებს, რომ სწორედ იმ ტყუილის ხელწერისთვის, რომელიც მათ იმ სიცრუის მანქანისთვის, რომელიც მათ აწყობილი აქვს, მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტვის სჭირდებათ ეს ყველაფერი. თუ არა და მე ხა მოდი ვთქვათ, რომ თუ საფრთხეა ქვეყნის წინაშე, მათ შორის ხა ბევრი ფაქტი თქვა, ეს ხო არ არის ხა მე ამ თქვენ მოგეწონათ ის ადამიანები
აიათოლას რო სკანდინერებდნენ, მე არ მომეწონა ეხა ეს არ მესიამოვნა როგორც მინიმუმ და ცოტა შიშიც გამიჩნდა, ხო, რა ხდება ქვეყანაში არა, საფრთხის შემცდება. მე მგონი რომ აყურებელთა საუბარია რომ ჩვენ თანამოქალაქეები აზერბაიჯანელები მივიდნენ ირანის ელჩოში და აიათოლას სურათებით ხაჭერა გამოუცხადეს. ძალიან რაღაცა დღისით ეს ჩემთვის იყო რაღაცა რბილად რომ თქვა უცნაური მოვლენა, ხო? და მე ვფიქრობ, რომ აქ ახლა ქართული ოცნების მხარდამჭერია, ჩემი მხარდამჭერია თუ არავის მხარდამჭერია, არავის არ ესიამოვნებოდა მსგავსი ფაქტი, ხო? ახლა არ მგონია, რომ აქ ვინმე იყოს გულგრილი და შენ თუ ამ საფრთხეს ნამდვილად აღიქვავ, ამ ადამიანებს კი არ დავიბარებდი, კაცო, ამ ადამიანებს სუსში. ვეტყოდი რომ მოდი აბა თქვენ შეიძლება მე რაღაც გამეპარა, აი განსაკუთრებით გიორგი კანდელაკს, დინა ხიდაშელს, ხვებს აქვთ სიღრმისეული ანალიზები გაკეთებული. გამეპარა რაღაც და მოდი ცოტა სახელმწიფოებრივად მიუდგეთ ამ საკითხს და ერთად ვიმუშაოთ რა გამეპარა, ან რა შეიძლება გავაკეთო იმისთვის, რომ ეს საფრთხეების მინიმიზება გავაკეთო. პირიქით უყურებ რომ აი ოპოზიცია ცდილობს რაღაცა სახელმწიფო დააზიანოს, ანტისახელმწიფოებრივი რაღაც განცხადება. ეს ხო არ ახალია. მე არავითარი განცხადება არ გამიკეთებია. ჩემთვის, როდესაც არის საგარეო საფრთხე, ეს საფრთხე არის ჩემთვისაც, ოცნების მხარდამჭერისთვისაც და ყველასთვის. მე სახელმწიფოებრივად ვაზროვნებ. ახლა ექსპერტული საზოგადოება იმისთვის არის, რომ როცა ხედავს, რომ შესაბამისი რეაგირებები არ ხდება, ხმა მოიყოს და თქვას ამის შესახებ. და მე სპეციალურად, ასე ვთქვათ, ყისიერი კომენტარი არ გამიკეთებია, რომ აი ველოდ მე მაგალითად ასე ვიზავდი. მე გეუბნებთ, რომ სახელმწიფოებრივი მიდგომა არის ეს, რომ დაუძახი ამ ხალხს, კაცო, განათლებული ხალხია, ამდენი ხანია მუშაობენ, ამდენი ხანია იკვლევენ, კარგი, შენ მას უსმა არ გამოიკვლია, შენმა რომელიღაც დეპარტამენტმა არ შეისწავლა, ან იქ ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ მიაქცია ყურადღება ამ საფრთხეებს, რაც იყო, ხო? ეს ხო საფრთხეა რა? ხო ფაქტია, რომ მე არ მგონია ეხლა რომ რომელიმე საქართველოს მოქალაქეს ესიამოვნა ამის ნახვა როგორც მინიმუმ. ხო, არ მგონია, მე რა დამეთანხმებით, ხო ახლა ხო რაღაცა სწორედ ამიტომ ეხლა ჩვენი გზა, რასაც მე საზოგადოებას ყოველთვის ვეუბნები, არის რომ ჩვენ უნდა რაღაც საკითხებზე შევთანხმდეთ რა. ანუ მაგალითად იმაზე რომ როცა ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, აქ ყველა ერთად უნდა მუშაობდეთ და შიგნით ქვეყნის შიგნით მტერს კი არ ვეძებდეთ იმისთვის რომ პროპაგანდაში გამოვიყენო ეს ყველაფერი, მიხვდით? დიალოგი შეიძლება რაღაცაკზე შედგეს ხელისუფლებაში. ანუ მე ხა უფრო მეც გეტყვით მე რა ვიხარ, რადგანაც მოდი გავშალოთ ეს თემა რა. 2022 წლიდან მოყოლებული ეს ხალხი იძახის რომ ომი საფრთხე. აი მოდი ახლა ვთქვათ, ისტორიის სახელმძღვანელოშიც გვისწავლია და ფილმები მაინც გვინახავს, ხო? როდესაც ომი საფრთხეა, პირველი რაც უნდა გააკეთო ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ, თავარსარდალმა, მოდით ასე ვთქვათ, რა უნდა გააკეთო? ერი უნდა გააერთიანო, ხო? კონსოლიდაცია უნდა მოახდინო. ხო და ამის ნაცვლად სულ დაპირისპირება სიძულვილის ენა, სულ გაჩეხვა, ეხლა ასეთი დახლიჩილი ხელისუფლების აღდგენილი იყოს, გეტყოდათ ეს თქვენ დაიწყეთ 2022-ში, იმიტომ რომ გინდოდათ ჩვენი რაღაცა ჩართვა რუსეთის დასახსირება, რაღაცა აქ თვითმფრინავის მოხალისეების გაგზავნა და ასე შემდეგ. აი მაგალითად ეხლა პირველი რომ როდესაც შენ ხელისუფლებაში ხარ, შენ გაცილებით დიდი შესაძლებლობა გაქვს, რომ ნაბიჯები გადადგა, მაგრამ მათ არ გადმოდგეს ნაბიჯი. ყველაფერი ეს დაიწყო რეალურად ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ჯერ განაცხადი არ შეჰქონდათ. აქედან დაიწყო ყველაფერი, არ დაწყებულა უკრაინის ომით ეს, ხო? უკრაინის ომზე იყო ხალხი სოლიდარული უკრაინასთან მიმართებაში, რა ვიცი, მე სოლიდარული ვარ უკრაინის ახლა და წუხვარ თუ ვინმე არ არის საქართველოში სოლიდარული, იმიტომ რომ ჩვენს განცდილება გვაქვს. მერე იყო რომ გაგახსენოთ პარლამენტში მოსული იყო მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ახლა საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება და მე პირადად ჩემი ხელით მე რა მიუხედავად იმისა რომ შარმიშელის შეთანხმებაში გადაგვაქდეს მიუხედავად იმისა რომ განაცხადი არ შეჰქონდათ და პირველი უარი მივიღეთ განაცხადის შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და მიანიჭეს მოლდოვას და უკრაინას ამის მიუხედავად საპარლამენტო ოპოზიცია ვინც იყო ყველანი შევთანხმდით და 7 პუნქტიანი გეგმა დავწერეთ რა და სამივეს ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი ყობახიძეს და შალვა პაპუაშვილს გადავეცით და უთხარით. აი რაც გავიარეთ, ხო რომ ტრიალი დაგვატეხეთ, 1000 უსამართლობა გავიარეთ. ახლა ისეთი ამოცანები დგას ქვეყნის წინაშე, რომ აგერ ჩვენეულ ხედვას გთავაზობთ და მოდი ერთად ვიმუშაოთ. უფრო მეტიც მე რა. აგერ ამოიღეთ თქვენთანიდო ჩემი განცხადებები, სადაც თავაზობდი, რომ მოდით ერთობლივი დელეგაციები გავაკეთოთ ევროპულ დედაქალაქებში. ერთად ჩავიდეთ. ახლა მე კითხვას ვსვავ საზოგადოებას ვეუბნები. ოპოზიცია რო ხელისუფლებასთან ერთად წავიდოდა, ვის უფრო გააძლიერებდა ეს ფაქტი, ხელისუფლების ფას თუ ოპოზიციას?
სალსახად ხელისუფლებაში მყოფ ძალას, ხო? იმიტომ რომ ჩვენთვის უფრო რთული იქნებოდა დამემტკიცებია, რომ ის რამეს არასწორად აკეთებს, ხო? თუ მე მასთან ერთად დელეგაციაში ბერლინში ჩავდივარ, რა შეგვიძლია, მაგრამ რატო გადავდით ეს ნაბიჯი მე რა? იმიტომ რომ ჩვენ სახელმწიფოებრივად აზროვნებთ, მე მართლა ეხა პოლიტიკაში რისთვის ვარ, რომ ჩემო შუა, ანუ იმისთვის ვამბობ, რომ რას მიპასუხებდაო. ამაზე პასუხი რა მივიღეთ, იცით, ჩვენ რო შევთავაზებთ, სიცილი თქვენ ვინ გეკითხებათ, აგდებული დამოკიდებული. გავწიოთ ეს ყველაფერი. აი დღევანდელი სიტუაცია ავიღოთ, ხო? დღესაც მე რას ვიზავდი მათ ადგილზე რა და მინდა ეს საზოგადოებას უთხრა, ხო? აი მაგალითად, ამდენი პატიმარი, აგერ ეუთოს დელეგაციამ თქვა ნაწილი მაინც გამოუშვი, რაღაცა გააკეთე, რაღაც ნაბიჯი გადადგე, ხო? შეხვედრაზეც კი უარი უთხრეს პატიმარი. კი ბატონო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა, ჰუმანურობა, ახლა ხო, ქართველები ვართ, ადამიანები ვართ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, კაცო, შვილები აგვეზრდება და შემხებლობა არის ახლა საზოგადოებაში. ესე ხო არ არის, რომ მოვიკვეთეთ ახლა ჩვენ არა ვართ 100 მილიონიანი ერი, რომ ერთმანეთთან ფიზიკური კონტაქტი ან ნათესაური რაღაცა კონტაქტი არ იყოს საზოგადოებაში. მაგრამ რას ვამბობ? აგერ ირანთანში ომი მოგვიახლოვდა. უფრო მეც გავაკეთებთ. და ვინ უფრო ძლიერი იქნებოდა ამ შემთხვევაში, ისინი თუ ჩვენ? გამოვიდოდი, ვიტყოდი, ხახნო, აგერ რა 1000 კილომეტრში ომი მიდის, ხო? რაღაცები ხდება ამ რეგიონში. საფრთხე მოგვიახლოვდა. ახლა არის ერის კონსოლიდაციის და გაერთიანების დრო, რა. და ხელს უწვდი ყველას. აი ესე ვიტყოდი. აი სანაცვლოდ, აგერ ჩემ გამდგავ პირველ ნაბიჯს, რომ ყველა პატიმარს ვათავისუფლებ, ხო? იმიტომ რომ როცა არის საგარეო საფრთხე რეალური, მაშინ ერი უნდა იყოს ერთად კონსოლიდირებული. ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. ამის დასვათ რა ხდება? ისე მტერი ჯერ 100 სიტყვებს იყენებენ, კაცო, ეს ხო არ შეიძლება რაღაცა აკაცუკი, უსამშობლო. აი მართლა ეხა საპატიმროში რო ვიყავი, რო უსმენდი, აი საზოგადოება არის ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ. ეჩვევა რომ საპატრიმოდან უფრო კონსტრუქციული გამოხედი. კონსტრუქციული კი არ გამოვედი. არა, ამასაც ვერ დაგეთანხმ. მე ჩემ თავს დავუბრუნდი. იმიტომ რომ ვაღიარებ, რომ რაღაც მომენტში მეც რაღაცნაირად მომაჯადოვა აი ამ დაპირისპირებამ, რომელიც მათ ხელოვნურად წააქეზე და მე ეგ არა ვარ. მე მინდა საქმის კეთება, ინვესტიციების მოზიდვა, იუსტიციის სახლის მოდელით კიდე ბევრი პროექტის გაკეთება ამ ქვეყანაში. მინდა რომ ჩემი შვილი ნორმალურ ქვეყანაში იზრდებოდეს, მინდა რომ უსამართლობა ჩემს მიერ განცდილი და ჩვენს მიერ განცდილი უსამართლობით დასრულდეს ამ ქვეყანაში. მინდა რომ ნორმალური სასამართლო იყოს რა, რომელსაც ვენდობი, რომელსაც სულ არ იქნება მერაბ იმის საუბარი, რომ უსამართლო უკვე ვეღარ გაარკვევთ ყუან მართალს, ხო? ბრალდებული. ეს ზღვარი ხო არ გეჩვენოთ რომ გადაილახა უკვე, სადაც შეიძლება თქვენ შორის რაიმე ლაპარაკი, იმიტომ რომ ხელისუფლება ლაპარაკობს თქვენს აკრძალვაზე. საკონსტიტუციო სარჩელა შეტანილი, დაპატიმრებული ყავს ოპოზიციის დიდი ნაწილი, თქვენს წინააღმდეგ ახალი საქმეები აქვს აღზრული და უკან შებრუნდებით გემუქრებათ და ასე შემდეგ. აქ სივრცეს ხედავთ რაიმე? მე მათ არ ვესაუბრები და მე დაკარგული მაქვს ყოველგვარი, როგორ გითხრათ, განცდა იმის, რომ ის რამდენიმე ათეული ოცნების ლიდერი, რომელიც ასე ჩაბღაუჭებული არის ძალაუფლებას და ვეღარ ხედავს ვერაფერს ძალაუფლებას, იქით მათ რეალობასთან, ანუ მათ რაღაცნაირად აი ადამიანები რო გამოხვალ და იტყვი რომ ნულოვანი ჰუმანურობა თუ მოიცი როგორ იყო ნულოვანი თანაგრძნობა. არა, ტოლერანტობაზე უარესია ეს ნულოვანი თანაგრძნობა. ეხლა მე რა ველაპარაკო, მაგრამ მე მინდა ვესაუბრო დანარჩენ საზოგადოებას, აი სულ ყველას აბსოლუტურად. ჩემი მხარდამჭერია, არ არის ჩვენი მხარდამჭერი, ოცნების მხარდამჭერია. უბრალოდ აი გზავნილი უთხარო ხახნო, ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება. ერთი ქვეყანა გვაქვს, ერთი სამშობლო გვაქვს. ღმერთმა მოგცა შესაძლებლობა რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ, მილიარდები მოვიტანოთ, ინვესტიციები მოვიზიდოთ, რეფორმები გავაკეთოთ, ნორმალურად ვიცხოვროთ. მე რას ვითხოვ? მე რა ერთ-ერთ რამეს ვითხოვ და კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენს მიერ განცდილი უსამართლობით ჩვენ თავზე. მინდა რომ უსამართლობები დასრულდეს ამ ქვეყანაში. უსამართლობამ ხო ყველას მიაკითხა. სინამდვილეში ყველგან მივიდა ეს უსამართლობა. მარტო ჩემთან ხო არ მოსულა. ზოგთან ჯარიმით მივიდა, ზოგთან სამსახურის დაკარგვით მივიდა, ზოგთან უნივერსიტეტის გაუქმებით მივიდა. როგორ წარმოგიდგენიათ ეს დიალოგი თუ ხელისუფლებასთან? დიალოგი ხალხთან. ხო, ხალხთან, კი ბატონო, და რა როგორ წარმოგიდგენიათ? აი ნახეთ, აი პირველი აქეთ არის ბოროტების მანქანა რა, მოდით აი ოცნების რამდენიმე ათეული ლიდერი, რომელსაც არაფერი არ აინტერესებს ხელისუფლების შენარჩუნების გარდა ტყუილით, გრევით და ხელოვნურად ჩვენ დაპირისპირებით აქეთ. მე მგონია რომ ბოროტებით ვერ დავამარცხებთ რა. ჩვენ უნდა ავირჩიოთ სიკეთის გზა. მე ამ გზას ვირჩევ. და ამ გზას ვთავაზობ საზოგადოებას. სიკეთის გზა ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ვისაუბროთ. სიკეთის გზა საქმის კეთებაში, კეთილი საქმეები უნდა ვაკეთოთ. რომ გავერთიანდეთ ხალხთან ურთიერთობით, შევთავაზოთ
მარტივია. აი წეღა რაც ვისაუბრეთ, არის თუ არა, ნახოთ მეტი საერთო ერთმანეთთან, ვიდრე განსხვავებული. მიხდით, ანუ ნახოთ მეტი რაში გვაქვს საერთო. მაგალითად, თანხმდებით, რომ გარე გამოწვევების დროს ერი უნდა იყოს კონსოლიდირებული? მე არ მგონია, რომ ამაზე არ დავთანხმდეს ჩვენ და თქვენს მეთანხმებით, თქვენ არ ახართ ხო ჩვენი პარტიის შეიძლება მხარდამჭერი, მაგრამ ამაზე მე და თქვენ ხო თანხმდებით არა? თანხმდებით, რომ სასამართლო უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანებმა თავისი უფლებები დაიცვას რა. თანხმდებით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გვინდა და აგერ არის კონკრეტულად რა გვაქვს გასაკეთებელი და მე ვფიქრობ, რომ 5 წელიწადში ამის შესრულება ჩვენ შეგვიძლია და მარტო ის კი არა, რომ რასაც გვეტყვიან გავაკეთე. არა, აი მე ამას ვეძახი იუსტიციის სახლის მოდელით მიდგომას. საუკეთესო მაგალითები უნდა ვნახოთ და იმაზე უკეთესი უნდა გავაკეთოთ. ასე გავაკეთეთ იუსტიციის სახლი. მოვიარეთ გერმანიაც, საფრანგეთიც, ბალტიისპირეთის ქვეყნებიც ყველა და ისეთი უკეთესი გავაკეთოთ, რომ ლორდთა პალატაში ამაზე საუბრობდნენ, რომ ეხლა ჩვენ უნდა წამოვიღოთ საქართველოს, გერმანიიდან ჩამოდიოდნენ დელეგაციები და საუბრობდნენ, რომ იუსტიციის სახლის ქართული მოდელი გვინდა გერმანიაში. ოღონდ იმათი გამოცდილებიდან ვისწავლეთ, ისიც ევროკავშირში ინტეგრაციის ფაზის ნაწილი იყო. ანუ მიხვდით, ამაში ხო ჩვენ თანხმდებით. აი ხა მე ვამბობ, რომ ის ვინც ბოროტად ჩვენ გვაპირისპირებს და ტყუილით ცდილობს რომ მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ის არის ბოროტების მანქანა და უნდა გავერთიანდეთ საზოგადოება და მე ამის ჯერა და გამარჯვებაც აქ მოვა, როდესაც ერის კონსოლიდაცია იმ სწორი დიდი იდეის, რასაც ნიშნავს თავაწეული რეგიონის ლიდერი, ევროკავშირის წევრი, სამართლიანობა აღდგენილი, ღირსება აღდგენილი ოჯახებით საქართველოს, მიხვდით რეფორმატორი, აი მართლა რეფორმატორი მაგალითი თან ჩვენ ამბიციური ერი ვართ ეხლა რეალურად უნდა ვთქვათ. როცა ამაზე ჩვენ შევთანხმდებით, მე უკვე ტაქტიკის საგანი არის. პირდაპირ ვამბობ, მე ის აგურები მინდა გამოვაცალო ბოროტების მანქანას, რომელიც მას ამ სიცრუის ტირაჟირებით აქვს მიტაცებული. ეს აგურები, მთავარი აგური არის საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც მაგალითად ის დააჯერეს ის ხალხი, რომ მე ვარ მათი მტერი და მე თქვენი ეთერით იმ ხალხს ვეუბნები, რომ მტერი არა, რომ თქვენ ხართ უცხო ქვეყნის რაღაც. ნუ გავიგე, ხო, რაც დააჯერეს. Deep State-ის მე ვეუბნები ამ ადამიანს. უსამშობლო მტერი და ასე შემდეგ. მე ამ ხალხს ვეუბნები რა, რომ არ ვერ გავყვები სიძულვილის ნარატივში ქართულში. შეიძლება ჩემი ოცნება, ჩემი შეცდომა იყო, რომ სადღაც მეც ამ სიძულვილის ნარატივში ავყევი. პირდაპირ გეუბნებით, ეს მე არა ვარ რა, მე ვარ სხვანაირი ადამიანი, ხო? მე არ შემიძლია რომ სიძულვილში მე შემიძლია საქმეში შევეჯიბრო, შემიძლია სამშობლოს სიყვარულში ნებისმიერ ადამიანში, ვინმეც გააკეთებს თავისი ქვეყნისთვის, ბევრ რამეზე უარი მithქვამს სხვადასხვა ქვეყნებში კონტრაქტებზე, იმიტომ რომ რაღაცნაირად მინდა რომ ეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი თაობის მისიათ მივიჩნევა ამას, რომ გავიყვანოთ მართლა ნამდვილ სამშვიდობოს რა, რაც ნიშნავს ძლიერი ქვეყნების მეგობრობა, ძლიერ ოჯახებს შორის ყოფნა და მე მათ მინდა უთხრა რომ მე თქვენი მტერი არა ვარ. თქვენს გეზდება შვილები, მეც მეზდება შვილები რა. მინდა რომ ჩემი შვილებიც აქ გაიზარდონ და აქ დაბერდნენ და თქვენი შვილებიც ღირსეულად ცხოვრობდნენ ქვეყანაში. და ის რაშიც თქვენ გაჯერებენ რომ მე თურმე ვიღაცის აგენტი ვარ, ღმერთმა დამიფაროს, რამე მტკიცებულება რო გქონდეთ მე რა, ჩემი ვინმესთან აგენტობის, ხო ახლა პირველი მაგას გამოაქვეყნებდნენ არა? მხოლოდ ლაპარაკი და საერთოდ უფრო მეცაც გეტყვით, როდესაც ხელისუფლებაში ხარ ადამიანი, სიტყვები როგორც არის აგენტი, ტერი, უსამშობლო, ეს საერთოდ არ შეიძლება გამოიყენო. მითხარით სოფლიო მასშტაბით, რომელიმე ქვეყნის პირველი პირები, რომლებიც ასე ელაპარაკებიან თუნდაც თავის საზოგადოების ნაწილს. რადგან ახლა ასეთ განწყობაზე ხართ, ამ განმასახედიდან იმასაც ხარ ფიქრობთ, რომ ბოიკოტი შეცდომა იყო პარლამენტში არ შესვლა. მე გეტყვით, აი მაგაზე სხვადასხვა არ გვაღიარებთ საერთოდ რაზე ველაპარაკოთ. მე აქ შემოსვლამდე საუბრობდი. ჩვენ არაერთ გზის დათმობაზე წავედით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ეს იყო 8 მარტის შეთანხმება მაგალითად გაგახსენებთ, სადაც 120-ზე პრინციპით ეს კრიზისი როგორღაც გადავლახეთ. ჩვენ დავიხიეთ უკან, იმიტომ რომ სრულად პროპორციული უნდა ყოფილიყო და ჩვენ დავიხიეთ, რომ ქვეყანა დაგვეცვა. ეს იყო შარმიშელის შეთანხმება. სადაც ჩვენ დავიხიეთ უკან, შევედით პარლამენტში და აგერ ფურცელზე დავწერეთ, რომ მოდი ეს გავაკეთოთ და თავზე გადაგვახიეს ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რომ პარლამენტში შევსულიყავით, ეს ბოროტების მანქანა კიდევ უფრო გაძლიერდებოდა. დღეს ძალიან ნათელია, რომ იქეთ ხარეს არის ბოროტება, აქეთ არის სიკეთე. იქეთ ხარეს არის ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი, აქეთ არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი აზროვნება. იქეთ ხარეს არის
რაღაცა სიბნელე, რომელიც აი სიძულვილი, აი რა შეიძლება ეს სიძულვილი აქეთ ხარეს აი არავითარი ახლა ქრისტიანობაზე საუბრობენ ხოლმე ხშირად მერაბ და რაღაც მიდიან და სანთლებს რა ქრისტიანობაა ნულოვანი თანაგრძნობა ქრისტიანულ სარწმუნოებაში მთავარი თანაგრძნობაა ან ასე როგორ შეიძლება გაბოროტდე ადამიანი რომ შენს მოქალაქეებზე და თანამემამულეებზე ასეთი სიტყვებით საუბრობდე ან კი ისე როგორ შეიძლება გაბოროტდე რომ დღეს უთხრეს რომ ზია ამაღლობელთა მაინც შეგვიშვითო საპატიმროშიო და არა არ შეგიშო რა გჭირს აი ქართველი არა ხარ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას უნდა და შეხვედრა პატიმრებს აი მე კითხვას უსვავ ქართველი არა ხარ კაცო დედა არა გყავს მეუღლე არა გყავს როგორ შეიძლება ქალებთან რა ვიცი მე ასე ვიცი ქართული ტრადიცია რომ განსაკუთრებული პატივისცემით ვეპყრობოდით ქალებს და მზიამოღობელმა რა გააკეთა სინამდვილეში რა ქნა საკუთარი და ქვეყნის ღირსება დაიცვა პერსონალური შეურაცხყოფების დროს უკაცრავად მაგრამ ეს არის ღირსეული ქმედება ეს არის ძლიერი შინაგანი წამსის მქონე ადამიანის ქმედება რაც იქ იყო თორე ის მეორე ადამიანი ვინ იყო და რა არის იმის მერეც კარგად ირკვევა აი ამას ვამბობ მაგრამ ბოლო კითხვა მექნება თქვენთან თქვენს ახალი ალიანსი ოპოზიციური ალიანსი რამდენად მოყვება ამ ამბავში კი ჩვენ ამაზე საუბარი გვაქვს ჟელობთ მე მინდა რომ მეტი თანამოაზრე გვყავდეს ამ ყველაფერში გუშინ გვიან ღამემდე მე ეთერებში ნაკლებად ვარ მერაბ და მე თვითონ დაგირეკეთ თქვენ ეთერში იმიტომ რომ ძალიან მომწონს თქვენი ეთერი და მინდოდა თქვენთან მოვსულიყავ იმიტომ რაღაც საუბრის საშუალებაც გეძლევა და ცოტა სხვაგვარად შეგიძლია გაშალო თემა მე პირველი რომ ალიანსი ეს არის პირველი სტრატეგიული ნაბიჯი ჩემთვის თანამშრომლობის პლატფორმის სხვა პოლიტიკურ ძალებთან. ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ და მე ვფიქრობ რომ გაცილებით მეტი თანამოაზრეა სწორედ აი ამ ახალი მიდგომის და ღია საუბრის, აი გულწრფელი საუბრის საზოგადოებასთან, ვიდრე პირობითად აქამდე იყო. ეს ერთი. მეორე, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ დღეს ალიანსმა სერიოზული ტესტი ჩააბარა. ეს მინდა ვთქვა, იმიტომ რომ იყო იქ გარკვეული შეცდომები დაშვებული. და პირველად ჩვენ ვაჩვენეთ, რომ დაწერილი შეთანხმება მუშაობს. იმ შეთანხმებაში ის კი არ წერია, რომ არ შეცდომა ყველას მოსდის და ყველას მოგდის ეგეთი რაღაც რა, მაგრამ ან შენ გამოსწორებისკენ ხარ და შეთანხმებას უბრუნდები და იქ შეთანხმების პუნქტში პირდაპირ წერია როგორ და სუსტად ასე მოიქცა ნაციონალურ მოძრაობა და მე თქვენი ეთერით მინდა მადლობა უთხრა ნაციონალურ მოძრაობას რომელმაც საჯარო განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით და მეც და ვფიქრობ საზოგადოებასაც მეტი რწმენა გაუჩინა რომ რაღაც იქნებ გამოვიდეს ამ ალიანსიდან მე არ მინდა ეხლა ჭარბი მოლოდინები შევქმნა იმიტომ რომ რა თქმა უნდა ხალხი ამბობს რომ ბევრჯერ დამსხდარ ხართ ერთად ასე შემდეგ მაგრამ ფუნდამენტური სხვაობა არის დაწერილი დოკუმენტი რომელმაც დღეს იმუშავა და მე ეს მომწონს, ეს კარგია. ახლა ეს არის პირველი სტრატეგიული ნაბიჯი, რატო იცით? იქეთ ხარეს არის ეს ეროვნული საბჭო, საზოგადოებრივი ჯგუფები ერთიანდება და მაგთან თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არის მეორე ფაზა და მესამე ყველაზე დიდი ფაზა, რომელსაც უნდა მივახციოთ, ეს არის ერის გაერთიანება, კონსოლიდაცია. თუ ბოროტების მანქანა ოცნების სახით ყოფს, მაშინ ჩვენი ამოცანაა, ჩვენ გავაერთიანოთ, ხო? მე პოლიტიკაში ამიტომ ვარ რა. და ამას ჩემს მისიად ვისახავ სხვა ადამიანებთან ერთად. ყველანი ერთად დავდგეთ და დავიწყოთ იქედან, რას გვაერთიანებს, არა იქედა რა ყოფს. გამყოფი საკითხებიც იქნება, მაგრამ რა გვაერთიანებს? გვაერთიანებს სამართლიანობის აღდგენის სურვილი, გვაერთიანებს სახელმწიფოებრივი მიდგომების ნაკლებობა, გვაერთიანებს ის, რომ აღარ გვინდა ასე დაპირისპირებაში ცხოვრება, გვაერთიანებს. გვინდა რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ, აი მაგალითად ირლანდიის მოდელია ძალიან მაგარი ეკონომიკურ განვითარებაში. ხო, ესე იგი 1990 წელს ეს ქვეყანა იყო ყველაზე ღარიბი ევროკავშირში რა და ახლა არის ყველაზე მდიდარი და იმის მოდელი ჩვენ ეხლა მე შესწავლი მაქვს იმის მოდელი უნდა გადმოვაკოპიროთ. უნდა შევისწავლოთ და იმაზე მაგარი უნდა გავაკეთოთ. ხო, იქეთ იქნება ევროკავშირის, იქეთ ხარეს ირლანდია, ხო, აი ესე უпроსტად აქეთ ხარეს ირლანდია და მარჯვნივ აღმოსავლეთის მხარეს ჩვენ ვიქნებით უკიდურესი ევროკავშირი, უხეშად რომ ვთქვათ, ძლავრი ეკონომიკებით რა. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მიდგომა. ქართველი ადამიანი მე საქართველოს ძალიან ბევრი აი უნდა ვთქვა აუცილებლად ესეც ბოდიში გამიგზელდა, მაგრამ აი მე ეროვნულ საბჭოში ახალგაზრდა იმდენი პროფესიონალია ვერა. ამათ ეხლა გზა უნდა მივცეთ, ჩემ ამოცანათაც ამათ მივიჭ. ის კი არა რომ მე ჩავებღაუჭო რომ მე უნდა ვიყო მაინც და მაინც. ოღონდ ამ ხალხს გზა მივცეთ. არ მავიწყდება ბრიუსელში რომ ჩავედი და აი რაღაცა შეთანხმა 12 პუნქტიანი შესრულება, არ შესრულება და ვეუბნები ბრიუსელში ევროკომისარის ოფისს რომ გამოაგზავნეთ მეთქი ექსპერტები და იმათმა დაგვიწერონ რა არის გასაკეთებელი და შემომხედა და
კარგიო რა დაგწინითო და რატო მეუბნებით, რატო არამეთქი სერიოზულად ვამბობთქო და თქვენო იმდენი კვალიფიციური ადამიანი ხავთო. საქართველოს კი არა, მოლდოვას, უკრაინას, რავი, შეიძლება აგვასწავლონ კიდე ჭკუა რა არის გასაკეთებელიო და ხა საპოლიტიკური ნება სანამ არ იქნებაო, ხო? არ გაკეთდება თორე თქვენ ძალიან კარგად იცით რა არის გასაკეთებელი. თქვენ გონიათ ყობახიძემ თუ ოცნების ლიდერებმა არ იციან რა არის გასაკეთებელი. ძალიან კარგად იციან რა, მაგრამ რატო არ აკეთებენ? ამაზე კითხვა მათ დაუსვით. აი ეს მინდა თქვა. სამწუხაროდ არ მოდიან. მადლობა. თქვენთანაც არ მოდიან, ხო? იმიტომ რომ მე არ უყურებდი ამ ეთერს და ხო არ დაბრუნდნენ მეთქი. არა. ხო, აი ყველაფერში ტყუილია, ეხლა რაღაცა აი კიდევ ერთხელ საზოგადოებრივ ტყუილი უნდა დავამთავროთ, სიძულვილი უნდა დავამთავროთ და ბოროტებას იკეთით უნდა დავამარცხოთ. ჩვენ ვირჩეთ სიკეთის გზას, მე ასე ვიტყოდ, ნახეთ, აი ესეთ დავხატავდი. აქეთ არის ბოროტების მანქანა ოცნების სახით, აქეთ არის მასზე პასუხი სიკეთის ალტერნატივა ოპოზიციის ალტერნატივის სახით. აი ასე დავხატავდი და მინდა რომ აი ეს პოზიტიური განწყობა მივიტანო ყველა ოჯახში, იმიტომ რომ ამასაც მეც რომ ტელევიზიას უყურებდი საპატიმროში, ხო? მივხვდი რომ ჩვენც უშვებთ შეცდომებს რა. არა გვაქვს, ანუ ჩვენ ადამიანებს არ შეიძლება რომ იმ სიძულვილზე რაც მათგან მოდის, კიდე დავამატოთ ნეგატივი რა, იმიტომ რომ დაისტრესა საზოგადოება და მე ეს ტრანსლირებს ბავშვებში, ოჯახებში, დამოკიდებულებებში, ყოველდღიურ ცხოვრებაში ტელევიზორის ჩართვის ადამიანს არ უნდა ეშინოდეს რა და დღეს ისე არის რომ ეშინია ხალხს, იმიტომ რომ სულ რაღაცა ნეგატივი მოდის. მადლობა მე რა თქვენთვის, გიორგი ვაშაძე იყო ჩვენს თუ ჩვენ გვაქვს რეკლამის შემდეგ უკვე ექსპერტებთან ერთად ვისაუბრებთ ირანში მიმდინარე ომის შესახებ. ასე რომ დაგვევიდეთ. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში. ყველაზე მეტად გვაწუხებს ის, რომ აშკარად არ არის ირანის წინააღმდეგ ომის სწრაფი და დამაჯერებელი დასასრულისკენ მიყვანის საერთო გეგმა. უსასრულო ომის ინტერესი არ გვაქვს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. ომის ყოველი დღით მეტი კითხვები ჩნდება. ყველაზე მეტად გვაწუხებს ის, რომ აშკარად არ არის ამ ომის სწრაფ და დამაჯერებელი დასასრულისკენ მიყვანის საერთო გეგმა. უსასრულო ომის ინტერესი არ გვაქვს. სცენარი, რომელიც ვნახეთ ლიბიაში, ერაყსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში, ასევე ჩვენ გვავნებს. ეს გავლენას ახდენს ჩვენს უსაფრთხოებაზე, ჩვენს ენერგომომარაგებაზე და ასევე შესაძლო მიგრაციის გარშემო არსებულ ვითარებაზეო, განაცხადა მერცმა. გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს ირანის კონფლიქტით ისარგებლოს, რათა უპირატესობა მოიპოვოს უკრაინის წინააღმდეგ ომში. მაშინ, როდესაც სხვა პარტნიორებს ძალები გაჰყავთ ნატოს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფლანგებიდან, ჩვენ იქ ვრჩებით. ტვირთის ეს გადანაწილება მნიშვნელოვანია წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვს უკრაინისა და ევროპის დასუსტების შესაძლებლობას მივცემთ. ვიცით რომ კრემლი ყურადღებით აკვირდება ირანის სად-ხსნის შესაძლებლობებსო, განაცხადა მერცმა. პიტ ჰექსტმა კი თქვა, დღეს ირანში ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდება. თუმცა მიუხედავად ამისა, ირანის რეჟიმი უკან არიხევს ალი ლარიჯანი დონალდ ტრამპს მიმართავს. ფრთხილად იყავით, თავად არ განადგურდეთ. დღეს ირანში მიმდინარე მოვლენებზე ვისაუბრებთ და ჩვენი სტუმრები იქნებიან გიორგი მელაშვილი და ლოდარ ხარშილაძე, მივესალმებ მათ. გამარჯობათ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ხო, მერცის ეს განცხადება რაღაცა პირველი მერცხალი ამ მომით უკმაყოფილების და რაც უფრო გაიწელება, ალბათ გაიზრდება, ხო, ეს მოკავშირეებს შორის, ასე ვთქვათ. ასეთი ასტასხვაობა. რას ფიქრობთ? როგორ შეიძლება გააგრძელდეს ეს მოვლენა? მადლობა მოწვევისთვის, მესამე ტელემოყოლებას. მოკავშირეები არიან ნატო-თან, თორე ამ ომში მოკავშირეები არ არიან გერმანია და ამერიკა შესაბამისად. ამ ომში არა ზოგადად. ხო, ზოგადად ტრამპმა არაერთხელ გამოხატა პოზიცია, რომ რაღაც არ არის ხა სწორი, მაგრამ იმითი აზრიო, ვინც აქ ჩვენთან ერთად არ არის, არ მაინტერესებს ამბობს რა. თავისთავად აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამერიკაში არის დაახლოებით თვალსაჩინო გიორგი 6 თუ 7 თვეში არის არჩევნები. საკმაოდ მნიშვნელოვანი, ვინ იქნება კონგრესში და სენატში. სხვა შორის აი სენატში რომ უმრავლესობა ქონდა რესპუბლიკელებს, დემოკრატიამ ვერ შეძლეს ტრამპის უფლებების შემზღუდველი აქტის გატანა, რომელიც ტრამპს უფლებებს შეუზღუდავდა ომში მონაწილეობის. იყო ამის ცდელობა და 47-53-ზე დამარცხდა ეგ რეზოლუცია. თუმცა სამართლიანობისთვის დემოკრატებმაც ზოგიერთმა არ დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას. შესაბამისად, ეხა უმრავლესობა რო ქონოდათ, უფრო გაუადვილდებოდა. ძალიან ბევრი რაღაც გაკეთება შეიძლება. ჩვენ ამერიკა გონია რომ პრეზიდენტს ყვითავს ყველაფერს, ესე არ არის, რაც შეეხება ბიუჯეტს, სამხედრო ოპერაციებს, ბევრ ამის ჭირდება კონგრესი, ორივე წარმომადგენლობათა პალატა და სენატი. მოკლედ, ეხლა ლექციაში ვარ გადავიდეთ. ეს არის ტრამპისთვის ყველაზე
ყველაზე დიდი ბოლობა და deadlines რასაც სახელი ინგლისურად ბოლობა და როდესაც მან უნდა მოაგვაროს პრობლემა რამოდენიმე თვეში. აი ხა ვამბობთ რამოდენიმე თვე არ გაგრძელს თუ ესეთი სტრუქტურით გაგრძელდა ეს კონფლიქტი რამოდენიმე თვე აუცილებლად გაგრძელდა. ეხლა გაქვთ ორი გამოსავალი რეალური ეს არის ეხლა რაღაც არ არის საიდუმლო ამაში ინტერნეტზე ბევრი წერება, ბევრი ექსპერტი, მათ შორის ამერიკელი გენერლები, გადამდგარი გენერლები ბევრი ამბობს. პირველი არის ერაყის ოპერაციის ეს. ეხლა ერაყზე კი მომბო ცუდი გამოცდილება, მაგრამ ერაყის ოპერაციის ცუდი გამოცდილება მოდის მისი მეორე ფაზიდან, სამშვიდობო ოპერაციის ფაზიდან. სამხედრო ოპერაცია იყო ბრწყინვალედ შესრულებული. 3 კვირაში დაიკავეს მთელი ერაყი ამერიკელებმა და ბრწყინვალედ განახორციელეს. აღ მინიმალ 100 კაციც კი არ დაეღუპათ, მინიმალ ამხელა ქვეყანა და ერაყი მოსახლეობით და იმითი უკრაინის ხელა იყო. ეხლა ის არ იყო და ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო რეგიონი. შესაბამისად ეს ოპერაცია, მაგრამ აქ მსხვერპლი შეიძლება ალბათ უფრო მეტი იყოს და სახმელეთო ოპერაცია ჩატარდა. რა თქმა უნდა, ამაზე ლაპარაკი არ არის. არის მეორე ვარიანტი თუ სახმელეთო არ უნდა. ეს არის ეხლა გიორგისთან ერთად ლაპარაკობდით, ეს არის სცენარი, როგორც ავღანეთში გაკეთდა თავის დროზე. ავღანეთის ოპერაციაში ამერიკელ სამხედროებს თვითონ ქაბულის აღებაში და ავღანის დაკავებაში მონაწილეობა მიიღეს ნაკლებად. მხოლოდ მრჩევლების დონეზე. იყო ეს ეგრეთ წოდებული ჩtildeო ალიანსი, რომელიც შედგებოდა ძირითადად უზბეკი და ტაჯიკი მეომრებისგან, პუშტუნები ცოტა იყვნენ და შაჰ-მასუდი, რომელიც მოკლეს მერე შაჰ-მასუდი შექმნილი ამ ალიანსს დაეხმარა და ამ ალიანსმა აიღო სხვა შორის ქაბული და მერე შეივიდნენ უკვე ამერიკელები სამშვიდობო ნატო შევიდა პირველ რიგში მაშინ, ხო? არის ესეთი ვარიანტი, ხა რუქასაც უყურებდით, არის საზღვაო პროვინციები, რომელზეც ამერიკამ შეიძლება და ისრაელმა ერთობლივად ერთ-ერთზე კონტროლის დაკავება შეეცადონ, ჩაიყვანონ იქ ეს შაჰიშვილი და იქიდან მერე დაიწყო. და იქიდან ნელა ამან ხო გიჩა სამოქალაქო ომს ფაქტობრივად. რა თქმა უნდა, სხვა სცენარი ეხა ნახეთ ხო ვინ აირჩიეს ახალ აიათოლად. ხო ადამიანი, რომელიც არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რადიკალურად განწყობილი მას დაიღუპა ოჯახის წევრები, წინა დაბომბვებში და ისეთ ტიპ მოიყვანეს, ვინც არანაირი სიგნალი ამით არ იგზავნება და ხედავთ ახლა განცხადებებს, აქეთ ემუქრებიან ამერიკა. შესაბამისად, აი ესეთი გამიტომ მარტო დაბომბით ესე ისლამისტურ, განსაკუთრებით შიიტურ ფუნდამენტალებზე გაზრდილ თაობას ვერ დააჩოქებთ. შიგნით უნდა შეიქმნას ბზარები. სამოქალაქო ომი კი ბატონო, მაგრამ თუ ავღანეთის სცენარი წავიდა, ავღანეთში სამოქალაქო ომი მორჩა ძალიან მალე 2-3 თვეში მორჩა. ხა სირიის სცენარი უკვე ცუდია, იმიტომ რომ წლებიდან ლიბიის სცენარი კიდევ არის. ხო, აი გააჩინა ვის ისრაელისთვის არა სხვათა შორის, იმიტომ რომ გამორიცხავთ გიორგი თქვენს რო ჩაგთოთ საუბარში, გამორიცხავთ ასე სცენარს, რომ ტრამპმა თქვას, რომ იცი რა, ჩვენ მინიმალურ იმას მივახციეთ, ბირთვული პროგრამა აღარ იქნება, მათი ის განადგურებულია ბაზები, ასე შემდეგ, სამხედრო ინფრასტრუქტურა და მოვიგეთ ჩვენ უკვე ომი და დავასრულეთ ყველა. არა, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის გამორიცხული, თუმცა ყველაზე ნაკლებად სავარაუდო სცენარია ეს მე ვიტყოდი. ბატონო, შეიძლება მართლა საწყოს უსასრულოდ რო გაგრძელდეს, ხო? ვის? ტრამპს. ტრამპს მე არ მგონია რომ სასრულო ომი აწყობდეს, იმიტომ რომ გარდა დემოკრატებისა, რომლებიც ისედაც მაინც დადებითად არ უყურებენ, ვიოდ რომ თქვა, საკუთარი ამორჩეველი ძალიან ეწინააღმდეგება უსასრულო. ხო, ამას ვამბობ და შეიძლება დაასრულოს ასე, თქვას რომ მოვიგეთ რა. კიდევ ერთხელ შეიძლება, თუმცა ყველაზე ნაკლებად სავარაუდო არის რატომ? რატომ? იმიტომ რომ ნებისმიერ კონფლიქტზე განსაკუთრებით ასეთი ტიპის მასშტაბურ ჩართულობას მოყვება კონკრეტული დამატებითი რისკები, რომელთა აღმოფხვრა არის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები. ამიტომ არის უფრო მეტად სავარაუდო, რომ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ ან სირიის, ან ლიბიის, ან თუნდაც ავღანეთის სცენარებზე, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ირანი იქნება კვეთრად დასუსტებული, ირანი იქნება ჩაკეტილი საკუთარ ნაჭუჭში და დასუსტებულ ირანს, რა თქმა უნდა, ვეღარას დროს ის ვერ მოახერხებს, რომ შექმნას ატომური იარაღი. რაც მოხდა სირიაში, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ასადის რეჟიმმა საკუთარი ძალაუფლება სამწუხაროდ შეინარჩუნა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სირია იმდენად იყო დასუსტებული და შიდა ფრაქციული დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ ის აღარანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა არც რეგიონისთვის და არც, რა თქმა უნდა, მით უმეტეს შეერთებული შტატებისთვის. ანუ ამ სცენარით შეიძლება წავიდეს ირანში საქმე. მე ძალიან დიდი იმედი მქონდა თავიდანვე, ანუ არსებობდა ორი ძირითადი სცენარი, რაც თავიდან შეიძლება ყოფილიყო. პირველი ეს არის მიახლოებით მსგავსი ვენესუელისა, როდესაც ირანის მმართველი ელიტები მოახერხებდნენ უფრო ადეკვატური ლიდერის შერჩევას და შესაბამისად შეერთებული შტატების ინტერესი და ისრაელის ინტერესები შედარებით იქნებოდა დაკმაყოფილებული. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ეს სცენარი აღარ დევს მაგიდაზე. აშკარად ვერ მოხერხდა ამასთან დაკავშირებული შეთანხმება და ამიტომ გადავდივართ მეორე სცენარზე, რომელიც ნოდარმა ძალიან კარგად აღწერა. ეს არის ან მოკლევადიანი სამოქალაქო ომი, ან
რეჟიმის და სახელმწიფოს იმდენად დასუსტება, რომ მან ვერასდროს ვერ შეუქმნას პრობლემები რეგიონის სხვა სახელმწიფოების. კი ბატონო, რატომ ირანის რეჟიმმა რატომ ჩათვალა თქვენი აზრით ამ ეტაპზე, რომ პირიქით უფრო გამწვევა ხეზე წასვლა ვიდრე დათვალა? ერაყის გამო, მაგალითის. ამერიკა რო ერაყში შევიდა და ეხლა აქ ამერიკა კი არა ისრაელი ჩემო, რომელიც ბევრად პრორადიკალურად არის განწყობილი იმის მაშინდელი სადამ ჰუსეინის ელიტის განადგურება დაიწყო. რაც შეცდომა აღმოჩნდა, მე ზუსტად იმ ელიტამ უკვე საშუალო დონის ოფიცრებმა საერთოდ ვისაც ხელი აღარ ახლეს და უბრალოდ სახლებში გაუშვეს, იმან შექმნა მე ისლამური სახელმწიფო, იმ ხალხის შექმნელი იყო და სადამ ჰუსეინის სადაზვერო სამსახურის ყოფილი სამმართველოს, აი, როგორ ვიცი, უფროსები და ისინი ვინც იყვნენ და ან დააჭერინეს, ან გაანადგურებინეს უკვე მათ მიერ კონტროლებად ერაყის ახალ ხელისუფლებას. და საშუალო რგოლზე ხა რეპრესიებში არ წავიდეთო, იფიქრე და გაუშვეს სახლებში ერაყში და ესეც მოხდა, ესეთ პოლკოვნიკი, ბრიგადის გენერალი ასე ვთქვათ, ანუ საშუალო სამეთაურო რგოლს უკვე 4 და 5 ვარსკვლავიანი გენერლები არ ყოფილან, კაი ამ ხალხმა შექმნა მერე ერაყში ის რასაც ისლამური სახელმწიფო დაერქვა. კარგად იცის დღევანდელმა ისლამისტური რესპუბლიკის ელიტამ, ისინი ეხა ვთქვათ, რომ ამერიკას დაუწვნენ, მათ არ მარტო თავისუფლება შეიძლება სიცოცხლეს ვერ შეინარჩუნონ მე, იმიტომ რომ იმდენი ადამიანი ყავთ გამწარებული და იმდენი ადამიანთან ეს ის ხალხია, ვინც ისრაელს სიკვდილით ემუქრებოდა, აფინანსებდა პირადად ისრაელში ტერაქტებს და ბევრამეზე, ამათ არანაირი ვსვათ, რა გარანტიებიც არ უნდა მიცენ, ისინი არ იქნება მართალი ეს გარანტიები, ესე ვთქვათ რა. შესაბამისად, მათ სრული ამ სიტყვის უშუალოდ დასაკარგი არაფერი არ აქვთ რა. ერთ-ერთი შანსი ახლა შეიძლება მოსკოვში გაიქცეს ასადის დონის ფიგურა და იმის დონის ფიგურა, რა ქვია, აიათოლა და პრეზიდენტი შეიძლება, მაგრამ ახლა ვიღაც იქ გუშაკთა კორპუსის სამმართველოს უფროსი ან იმის, რა ქვია, ერთ-ერთი პოლიციის მაგათი პოლიტიკური პოლიციის ხელმძღვანელს არავინ არ მიიღებს მოსკოვში. შესაბამისად, მათთვის ეს არის დასახევი გზა არ აქვს. ხო, ასეთ კონფლიქტში მათ უკან დასახევი გზა არ აქვს. ისე და ისე გააჩნია საიტწავა. თუ ეს იქნა ამერიკული და ისრაელის ინტერვენციით სამოქალაქო ომი, ანუ ავღანეთის სცენარი, მაშინ გაუჭირდებათ მაგათ და ბევრად უფრო მალე დამარცხდებიან. თუ ამერიკელებმა უბრალოდ იარაღი მიცეს და რიზა ჩაიყვანეს და ასე ვთქვათ, ნაციონალისტური რაღაცა და ანუ გააკეთეს ლიბია კი არა, სირია. სირიაში შეიძლება რაღაც პერიოდი გაჩერდეს, ანუ რაღაც პროვინციები ამათ იქნება, რაღაც პროვინციები იმის იქნება და ნუ რაღაც პერიოდი ეგრე გაიწელება. მე ხა ბევრი ამბობს იწერება, რომ ამ პირობებში ხო ტერორიზმი და რაღაც რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ არაორგანიზებული ტერორიზმი ჯობია ორგანიზებული ტერორიზმის, იმიტომ რომ ირანი ხა უცებად დაიწყეს ტერორისტული შეტევების გამოყენებას და ჯობია რომ ნაკლები დრო კონდეს მაგაზე და ერთმანეთს ამერიკული გადმოსახედა რა თქმა უნდა და განსაკუთრებით ისრაელის გადმოსახედა. აი, სცენარი რომელიც თავიდანვე ყველაზე მეტად იყო საუბარი, რომ ხალხი აჯანყდეს. ანუ არა ძალით თავისით არ გამოვიდა. მშვიდობიანი გამოსვლა. არ გამოვიდა თავისით, ხო ხედავთ ეხა, ამიტომ ჯერ ისევ ომი მიდის და ხო, მაგრამ ჩემი აზრით ანუ უფლისწულის, ანუ შახიშვილის ჩასვლა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ ის ჩაუდგეს თავში განსხვავებით სირიიდან, განსხვავებით ავღანეთიდანაც კი და განსხვავებით ლიბიიდან. ირანში ყავთ აი ეს რიზა კიროს ფახლები, რომელსაც კიროს დიდი სახელი ქვია, ნაციონალისტებს ძალიან დიდი ნიშნულობა. ხო, ყავთ ეს კაცი, იქ არ ყავდათ ეს. ავღანეთში არავინ არ ყავდათ და ის ადამიანი გამოძებნეს, რომელიც პატარა პიცერია ქონდა ამერიკაში სანამ ცხოვრობდა და ის გახადეს პრეზიდენტი, ხო? ლიბიაში საერთოდ არავინ არ ყავდათ. ანუ იქ ფიგურა ეროვნული მასშტაბისა. ეს ადამიანი, რომელმაც ირან-ერაყის ომის დროს თქვა, რომ მე ჩამოვალო და რიგით მფრინავათო, ვიბრძოლებო ჩემი სამშობლოს დასწავათო. ეს ხალხს არ დავიწყებია. ანუ ძალიან ბევრი სწორი რაღაცა აქვს ამ კაცს გაკეთებული. კი, ელიტისტია, გაზრდილია ამერიკაში რაღაცა, მაგრამ ამასთან ერთად ეხლა რო უსმენ, აზროვნებს აშკარად, ისეთი რა ქვია, ქარიზმაც აქვს. ძალიან გავს მართლა იმეთ რა ქვია. ხო, მამის ძალიან ქარიზმატიული კაცი იყო სხვა შორის, ხო? ამიტომ ეს ამის არ გამოყენება იქნება არასწორი. ეხლა ის რო ვიღაცა ქუჩიდან აწევს თვითონ არა, ეს კაცი უნდა ჩავიდეს გაუცილებლად რაღაცა. ტრამპი არ დებს მასებს სონს, ამდენჯერმე თქვა, რომ რაღაცა ეჭვმეპარება მაგაცის პოპულარობაში იყო და ეგ აღარ ვიცით უკვე. აბა იქედნურ განცხადებებს აკეთებს. ხო, მაგაზე პოპულარული თუ ვინმე არის, მე არ მინახია, ანუ კვლევებში რაც არის, ანუ ირანში არის სამი ფრთა. ეს არიან ისლამისტები, რომელთა ომში არიან. ეს არის ეროვნული უმცირესობები, რომლებიც მაშინ ძალიან სხვანაირად უნდა გააერთიანო.
ეს არიან ბალუჩები იქეთ, აქეთ საზღვე ქურთები აქეთ, მაგრამ ქურთების ნახევარი შიიტია და ისინი უფრო არიან რელიგიურად გადახრილები და არიან კიდე არაბ-თურქმენული ტომები, რომლებიც სუნიტები არიან ნაწილი სხვათა შორის და მაგაზე შეიძლება სომხები ძალიან ცოტა არიან. ნუ აზერბაიჯანელი. აზერბაიჯანელები არიან რეჟიმი აზერბაიჯანულია რასამო. აიათოლაბას აზერბაიჯანელები არიან ის ხალხი, ვინც ეს რევოლუცია მოახდინა. არ და ეს რაღაც ილუზიაა, რომ აზერბაიჯანის სპარსელების წინააღმდეგ პირიქით შაჰი იყო სპარსული ელიტებს იმოშვებოდა და რეჟიმი რომ მოვიდა აზერბაიჯანული ელიტები გამოწეწია. ასე რომ მე დიდი იმედი აზერბაიჯანელებს არ მქონებოდა. შესაძლოა უმცირესობა და მესამე არის ნაციონალისტები. თუ თვითონ სპარსი არის 60%-ამდე მოსახლეობის 65, შიგნით თუ ინტერესს გატეხო აი სპარსებში ნაციონალიზმი. ნაციონალიზმის ლიდერი არის რიზა კიროს ფახლავი. მაშინ მაგას უნდა. აი ხა სხვა მეტი ხა ციდან ვერ გამოვიღო. რეგიონს რო შევხედოთ უფრო ფართოდ, ახლა ისაუბრობდა მერცი რომ რუსეთის სარგებლობს, ბევრი საუბრობს ჩინეთი სარგებლობს ამ ყველაფრით. რამდენად ეთახლები? რაში გამოიხატება ჩინეთის თუ იქ რაღაცა საიდუმლო ნავთობის ამბავია ის. რაში ნავთობის გაძვირება ჩინეთს ყველაზე ნაკლებად იქ რაღაცა შევხვდა პოსტები რომ რაღაცა ჩინური რაღაცა ის რა ქვია გემის რაღაც ავიამზიდის თუ არ ვიცი რაღაც ესეთი საერთოდ რამდენად სიმართლე. მაგ ზღვას ჩინეთს ატყობს ავიამზიდს. ნუ მეახლოების შესახებ, ნუ მოკლედ საუბარი არის იმ შესახებ, რომ შეიძლება ვთქვათ ამ დაპირისპირებაში ამერიკა ჩინეთის გლობალურ დაპირისპირებაში ჩინეთი უფრო ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდეს საბოლოო ჯამში. აი ამ ვერსიაზე რას მეტყვი? ცოტა რთული შესაძლებელი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აი მაგალითად ბევრი ამას ასე უყურებს, რომ ეს სიამოვნებაში ამერიკა ირანის ომი კი არ არის. ეს არის რაღაც ამერიკა ჩინეთის დაპირისპირების რაღაც ერთი კონკრეტული, მაგალითად გიორგი ლაბაძე მყავდა წინ რაღაც გადაცემაში, ის ასე უყურებს ამას, რომ ამერიკა ამით ჩინეთის დასუსტებას ცდილობს რაღაც. ანუ ჩინეთის და ირანის ძირითადი თანამშრომლობის ხაზი არის ნავთობი. გასაგები არის ეგ კი. ჩინეთის მიერ იმპორტირებული ნავთობის მიახლოებით 10-დან 15%-ამდე არის ირანული ნავთობი, კი, ეგეც სიმართლე არის, თუმცა ვერ ვიტყვით რომ ჩინეთი ამ სიტუაციით რამენაირად სარგებლობს მერე. ანუ კიდევ ერთხელ, ნავთობის ფასების ზრდა პირდაპირ ურტყამს ჩინეთს, იმიტომ რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას არ გააჩნია საკუთარი ნავთობმოპოვებით ინდუსტრია, მათ არ აქვს ნავთობი და თავიდან ბოლომდე არის დამოკიდებული უცხოური ნავთობის იმპორტზე. გარდა ამისა, ჩინეთის ენერგოუსაფრთხოების დოქტრინის მიხედვით სრულიად მიუღებელი არის ჩინეთის ჩამოკიდებულება ერთ კონკრეტულ სახელმწიფოზე, ამიტომ აი გერმანიასაც მოუვიდა რომ ჩამოიკიდნენ თავიდან ბოლომდე რუსეთზე, ჩინელებმა ეს გაკვეთილი გაითვალისწინეს და ამიტომ მათ პირდაპირ ენერგოუსაფრთხოების დოქტრინაში უდევთ დივერსიფიკაცია. ახლა ჩვენ ვხედავთ რომ რაც უფრო მეტად იქნება ჩაკეტილი ჰორმუზის სრუტე, მით უფრო მეტად ჯერთი გაიზრდება ნავთობის ფასები, თუმცა და აი ამით შეიძლება ესარგებლა რუსეთს გრძელვადაში, მაგრამ ვხედავთ რომ დასტაბილურდა ფასები, პიკის $100 შემდეგ ფასი წამოვიდა ქვემოთ, ანუ აქ რუსეთმაც ვერ ისარგებლა, ჩინეთისთვისაც რაღაცა დოზით სიტუაცია დასტაბილურდა, ანუ მე ვერ ვხედავ როგორ შეიძლება ამ კონკრეტული მოცემულობით ჩინეთმა ისარგებლოს. პირიქით, ჩვენ ხედავთ რომ დასუსტდეს. იცი რა, დასუსტებაზეც არ არის, ანუ მოკავშირე, აი ნახეთ, წარმოგიდგენთ, ხა იგივე მადუროს თემა, ხო, ხა კიდევ ჩინეთზე დარტყმა იყო, ხო, იგივე ნავთობის ამბავში, ხო? ახლა ირანის რეჟიმის ჩამოშლას პირდაპირ ასე ვთქვათ, ჩინეთის რესურსებზე დარტყმა იქნება. ანუ ამ გლობალურ კონტექსტში უყურებს ბევრი ამას, რომ ამ ყველაფერს ტრამპი აკეთებს, რომ ჩინეთს გამოაქცალოს თავის რაღაც პროქსი ისინი საიდანაც ნავთობს იღებს და ასე შემდეგ და შეიძლება რუსეთის გამოცვლა მე იმდენ მნიშვნელოვანი აღარ. უფრო გლობალურ დაპირისპირებაში, რა თქმა უნდა, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებობს კონკურენცია, არსებობს კონკრეტულ ორ უზარმაზარ სახელმწიფოს შორის კონკურენცია, მოდი ესე ვიტყვით, თუმცა მხოლოდ ჩინეთით ამ ყველაფრის ახსნა ჩემი აზრით არასაკმარისია. კი ეს გლობალური დაპირისპირების კონტექსტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ვენესუელის შემთხვევაში ნავთობზე მეტად, იმიტომ რომ ჩინეთის ნავთობის იმპორტი ვენესუელიდან იყო საკმაოდ უმნიშვნელო და მცირე. გასაგებად უფრო მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური გავლენები, რომელიც ჰქონდა ჩინეთს ვენესუელაში და ამ ოპერაციის შედეგად, რა თქმა უნდა, ეს გავლენები შემცირდა. ირანში ჩინეთის გავლენები არ იყო იმდენად ღრმა და ყოფის მომცველი, იყო გარკვეული თანამშრომლობა, იყო თანამშრომლობა ბრიქსის ხაზით, თუმცა ამ ორი სამხედრო ოპერაციით, ერთი ვენესუელაში, მეორე ჩინეთში, ამერიკელებმა ძალიან ნათლად აჩვენეს, რამდენად ჩამოუყალიბებელი იყო ბრიქსის ალიანსი თავიდანვე ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რამდენად უსუსური იყო იმის მოლოდინები, რომ აი
რუსეთის ფედერაცია ან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სამხედრო დახმარებას გაუწევდა ან ვენესუელას ან ირანს. ირანში იყო უზარმაზარი რაოდენობის რუსული შეიარაღება და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. გამოადგეთ რამეში არა, იგივე ვენესუელაში. ანუ აქ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ასპექტი, თუმცა მე არ ვეთანხმები იმაზეც, რომ ეს არის რაღაცა მთავარი დამაპირისპირებელი და მთავარი ახსნა შეიძლება მხოლოდ აი ამ აშშ პეკინის დაპირისპირებით. ამ ყველაფერს ემატება კიდევ ერთი თემა. ჩინეთის სტრატეგიული ინტერესები, სტრატეგიულზე ვამბობ, ანუ უშუალოდ ეგზისტენციალური სასიცოცხლო არის არა აფრიკაში, არა ცენტრალურ აზიაში, არც საერთოდ ახლო აღმოსავლეთში, ან ამერიკაში. ეს არის ჩინეთის აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა, სამხრეთ ჩინეთის ზღვა და ეს არის თაივანი. აქ ჩვენ ხედავთ, რომ ამერიკელების ოპერაციამ პირიქით აჩვენა, რომ შეერთებულ შტატებს ძალის გამოყენება შეუძლია და თან საკმაოდ წარმატებით ვენესუელის ოპერაცია თუ იმისჭერთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით პირიქით ეს არის სერიოზული სიგნალი ჩინეთისთვის, რომ არც კი გაიფიქროს თაივანთან მიმართებით მსგავსი ქმედებების განხორციელებას, იმიტომ რომ შეერთებული შტატები, რომელიც ყველას ეგონა, რომ არაფერს არ იზამდა, აი ჩვენ თავარ ელიტასაც ეგონა, როგორც ჩანს, რომ დასავლეთი ვერაფერს ვერ იზამდა, კიევი დაეცემოდა და ასე შემდეგ, ასე არ აღმოჩნდა. ახლა ჩვენ ხედავთ, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლიათ ძალის პროექცირება, წარმატებით შეუძლიათ მისი დემონსტრირება და საუბრები პაციენტის გარდაცვალების შესახებ იყო მკვეთრად გადაჭარბებული. ხო, კი ბატონო, რაც შეეხება ევროპის როლს, საფრანგეთს საუბრობდა რაღაც ჰორმუზის სრუტისკენ, ხო, ავიამზიდის გაგზავნის შესახებ. ხო, კი ბატონო, გააგზავნეს მერცი აგერ. რიშელე ხო გაუშვეს. პირიქით უკმაყოფილებას გამოთქვამს მერცი, არ უნდა გაიწელოსო, ესპანეთის პოზიცია საერთოდ ვიცით, ხო, როგორიც იყო. საერთოდ ხარს არ უჭერს ამ ყველაფერს. აქ ამერიკა ევროპის ურთიერთობაზე როგორი მოხდა? ეგ არის ყველაზე მაღალი ფასი, რომელიც გადახდაც უწევს ტრამპს ამის. მაგრამ ტრამპის პოზიცია, ანუ ერთის მხრივ გიორგი მრას თქვა, ეს არის ძალიან სწორი ანალიზი, რომ ძალის დემონსტრირება ამერიკის მხრივ, არა ჩინეთისაც, არამედ ყველასთვის, რომ მე შემიძლია, როცა დამჭირდება და როცა მინდა კიდევაც რა. აი, მინდა და გავაკეთებ და მე დაჯიქით თქვენ და მე იფიქრეთ, ხო? შესაბამისად ეს სიგნალი ძალიან მკაფიო იყო და პირველ რიგში მოსკოვი დაიძაბა, ამით არა პეკინი. პეკინის ბეიჯინგის უბრალოდ დაძაბვა მართლა ტაიმოს ბეიჯინგი არ არის ტრადიციულად საბჭოთა კავშირის რუსეთის ტიპის ქვეყანა, რომელიც ტერიტორიულ კონტროლზე მუშაობს რა. მას აქვს სხვანაირი მექანიზმები რა, ძალიან მე ჩემი კონსტრუქციიდან ჩინა, ხო, ძალიან ჩინეთი და ანუ ხშირი ვიზიტები და შემიძლია გითხრა, რომ ჩინეთი არ უყურებს ეს სამყაროს, როგორც უყურებდა საბჭოთა კავშირი, უყურებს ამერიკა. მისთვის ტერიტორიული კონტროლი არ არის მთავარი, ეს სხვანაირად შედის, ეს არის ეკონომიკური მექანიზმები, ეს არის სავაჭრო გზები, ეს არის არა დოქტრინალური, ამერიკა დოქტრინალური, შენ დემოკრატია უნდა იყოს, შენ ეს უნდა გააკეთოს, ეს არა. ხა ჩინეთი და ირანი როგორ შეიძლება ყოფილიყო მოკავშირეები, ხო, რომელიც ერთი ანტირელიგიური კომუნისტური ქვეყანაა და მეორე რელიგიური ფანატიკოსი, მაგრამ ჩინელმა პრაგმატულად რაღაცები უკან გადადეს. შესაბამისად, ეს პირველ რიგში მოსკოვი დაიძაბა ამითი. მეორე რაც არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამერიკამ ანახა ყველას, რომ კარგ ბიჭებსაც შეუძლიათ, ასე ვთქვათ, ცუდად მოქცევა თუ დაჭერდათ რა. არ არის მარტო რუსეთი, რომელიც თურმე ხულიგანია და ყველაზე ის კუთხეში და იქიდან თიც უქნობს, არა, მეც გავაკეთებ და რუსეთისგან განსხვავებით გავაკეთებ ძალიან მაგრამ მას ამბობს რა. რაც უნდა გაეკეთებინა უკრაინაში რუსეთს, რომ ზელენსკი უნდა მოიპარათ. ჯერ მაგრა თუ არა, ჯერ გამოჩნდეს უნდა. ნუ ვენესუელა მაგრა გააკეთა. ვენესუელა კი ბატონო. ეხა ირანის დონის სახელმწიფო ერთ-ორ თვეში თუ დაასრულა, მაგრამ ხო კომპლეგეც მანდაც მაგარი იქნება. ხო, შესაბამისად. მაგრამ ამის ფასი რა თქმა უნდა არის ევროპასთან ურთიერთობა. იგივე ფრანგებთანაც, იგივე ბრიტანელებთანაც, რომელთანაც ახალსო. რამერს საერთოდ თითი უქნია. ხო, გერმანია, ანუ ევროკავშირთან ზოგადად, რომელიც ამბობს, რომ კაი რა დროს ეგ არის, ჩვენ ხო გავიზარდეთ და უკვე მაგიებს აღარ ვაკეთებთ, აღარ გვჭირდება, ეს ამბობს, რომ თქვენ. ხო, ამით ახლა ევროპაში რომ ტრამპი რო გიჟია, კიდე ერთხელ დადასტურდნენ რა. და მეორე თეორია, რაც ხო შორს ჩვენთვის ცუდი არ არის, ევროპა იმაში დადასტურდა, რომ ამერიკის იმედზე არ უნდა იყოს. ეს ცოტა გამოაღვიძა ევროპა ამან და ერთიან თავდაცვაზე და გერმანიის სამხედრო ბიუჯეტი რო ნახო 2029 წელს უკვე ცოტა დაფიქტები კაცი რა. რაღაცებს ისტორია განსაკუთრებით ნოდა მოსკოვში. ხო,
რაღაც ისტორიას გაიხსენებ ცოტას. ანუ სოფლიოში მესამე ბიუჯეტი ექნება სიდიდით, როცა 20-ში იყო კი არ იყო ხოლმე გერმანია, ანუ თუ აიღებ ძალიან პატარა ბიუჯეტი ქონდა თავისი ზომის და ეკონომიკური, ანუ გერმანია ხო სოფლიოს ეკონომიკურ ხუთეულში შედის მუდმივად და ამ ზომის ქვეყნისთვის ძალიან პატარა ბიუჯეტი ქონდა. დღეს 150 მილიარდია საუბარი და მოდუშინოდან ამას უნდა დავუმატოთ ზემოდან ევროკავშირის SAFE ინიციატივა, რომელიც კიდევ არაერთ მილიონზე არის საუბარი და უკრაინის ომს. ხო, და ამასთან ერთად არ დაგვაუწყდეს მაკრონის განცხადება ერთიან ატომურ ნაზე რა ქვია, ქოლგაზე, რომელიც ასევე, ანუ ევროპამ უკვე მიხვდა რა, რომ ამათ იმედზე არ. კი, შეიძლება შემდეგ პრეზიდენტი კაი მოვიდეს ტრამპის მერე ვიღაცა ისეთი მისაღები ტიპი იყოს მეროდ, მაგრამ ამათ იმედზე ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ და ეს რაღაცა ეს ლიტურგიული ევროპა გამოიღვიძა. შესაბამისად, ეხლა ჩვენ უნდა ველოდოთ ძალიან სწრაფ უსაფრთხოების რეფორმებს და ირანმა ეს პროცესი კიდევ უფრო ჩვენ სად ვართ ამ დროს? ჩვენ სად ვართ ამას ეთერში ვერ ვიტყვი. უბრალოდ ვიტყვი, მაგრამ დაგადებენ ხო. როგორ შეგვიძლია ისე? აი ხა მე მოგიყვან მაგალითს. აი ვლაპარაკობთ და შემესწრეთ. ეს არის განცალკევებული მაგალითი, არ ეხება პირდაპირ როგორ არ ეხება, მაგრამ შემდეგ ირანში მიდის სერიოზული ძალთა გადანაწილება ეხა რეგიონში, ხო? ისრაელი, ამერიკა, რუსეთი აწვდის სადაზვერვო ინფორმაციას ვამბობენ ირანს და ეს აბსოლუტურად დასაჯერებელია. თურქეთი როგორ იქცევა არავინ არ იცის, ხო? ანუ ჯერჯერობით თავს ნატო გაიძახა. ხო, ჯერჯერობით თავს იკავებს და ამბობს, რომ არა. აზერბაიჯანმა ჯარები მიიყვანა იქამდე, სომხეთი პანიკაში, იმიტომ რომ ტოლვილების ეშინია და ძალიან სწორედ ეშინია. უვიზო აქვს სომხეთს აზერბაიჯანთან და მაკე წამოა ძალიან. ირანთან, ხო და ძალიან აზერბაიჯანთან. ჯერ ცოტა გავაიქეცი დროში. წამოა მაკე და ძალიან ბევრი ტოლვილი და ნუ იქეთ უზბეკეთი, თურქმენი ვიღაცები დაძაბულები არიან, მოკლედ, რა ვიცი ესაზღვრებიან, მაგრამ ჩვენთან საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ წინ გამოაქვეყნა სპეცოპერაციის ანგარიში, რომლის შედეგადაც ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, 30-ზე მეტი ადამიანი იქნა დაპატიმრებული, ერთი იყო 1300 ლარი ქრთამის აღებების გული რეგიონებში. მე რა მაინტერესებს, იცი? SUSE, ანუ ინგლისურად security service. ყველა ქვეყანაში არის ელიტარული სამსახური, რომელიც არის დაკავებული სტრატეგიული თემებით. რომელიც არის ანტიტერორიზმი, ბატონო ჩემო, რომელიც არის კონტრდაზვერვა, რომელიც არის სტრატეგიული უსაფრთხოება. და ჩვენთან ამის კორუფციის ბრძოლა შეიძლება იყოს ძალიან მაღალ დონეზე. 1300 ლარიანი ქრთამი არ არის ხოლმე როგორ წესი ვერ ნახავს SUSE-ის საქმე, პროკურატურის საქმე, ადგილობრივი ვარ SUSE დაკავებულია კიდე გივით არგამაძეს და გიორგ კანდალაკსა. კი ბატონო, შესაბამისად. გია ხუხაშვილიც ყავდა თემარი. შესაბამისად ჩვენ აი ასე ვართ, რომ იმის მაგივრად რომ ჩვენი SUSE იჯდეს და დღე და ღამე აი იმ ხალხთან ვისაც იბარებენ მუშაობდეს. ეხა გადავდოთ გვერდით ყველაფერი იმაზე თუ რა სცენარები შეიძლება. აი ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოს არ არის ომისა გადმოსვლა. ეს არის ნაკლებად სავარაუდო სცენარი, თუმცა ყველაზე დიდი საფრთხე არის ტოლვილები ჩვენთვის. ყველაზე დიდი სომხეთს გადმოივლიან, შენთანაც უვიზო აქ ირანს, ხო? წამოვლენ აქეთ, თან სომხეთში თუ წამოვიდა, არ გაჩერდება უმეტესობა სომხეთში, უნდა წამოვა აქეთ. ერთ-ერთი სახელმწიფო ყველაზე მაღალი ალბათობის სადაც შედიან ტოლვილები სომხეთს აწავლენ სომხეთი, აზერბაიჯანში არა რა თქმა უნდა. წამოვლენ აქეთ. შესაბამისად 90 მილიონი არის ირანის მოსახლეობა. 5% მეტი არა. რო გახდეს მისელ ტოლვილი. ეს არის 4.5 მილიონი. ამის 1/13, ხო? აქეთ ხარს რომ წამოიძე, ეს არის 1.5 მარტივად არითმეტიკაზე. 1.5 მილიონიდან კიდე 1/13 სომხეთიდან აქეთ რო წამოვიდეს მილიონი და 9.5 მილიონი ტოლვილს მივიღეთ. თან ნოდარ გაითვალისწინეთ, რომ სირიის მაგალითი რამეს თუ გვეუბნება, რომ 5% ცოტაა. ძალიან ცოტა. სირიაში 1/13 გახდება. შეიძლება რომ გააკეთო. მოიმზადო. კონდეს სხვადასხვა სცენარები. ტოლვილთა ბანაკის გახსნის შესახებ, საზღვრი ჩაკეტვის შესახებ თუ ესეთი საჭირო გახდა, ხო? როგორ სომეხ კოლეგებთან ურთიერთქმედების შესახებ. იქნებ ემზადებიან. ნუ შენ ოპტიმისტი ხარ ამ ოთახში მაშინ რა. მე რა ცნობილი ოპტიმისტია, ხო იცი? იცი რა, ჩვენ სომხებთან ძალიან აქტიურად ვნალაპარაკობთ ამ თემაზე, სხვათა შორის რომ რა შვებით ბიჭები ერთად ორივეს პრობლემაა. ეს არ არის მარტო სომხეთის პრობლემა, ჩვენი პრობლემა. თუ თავისთავად ჩვენსა გეოპოლიტიკურად უფრო მაინტერესებს ამ შემთხვევაში. გეოპოლიტიკურად ჯერ არ ვიცით, ნახოთ ირანი როგორ წავა. მაგრამ ერთი რამე არ დაგავიწყდეს. ერთი თვის სულ რაღაც ერთი თვის წინ ამერიკა იყო ვენესუელაში, კუბაზე იყო საუბარი, ნიკარაგუაზე იყო ძალიან მაგარი საუბარი და ძირითადად იყო დაინტერესებული 600 კილომეტრში ახლა ჩვენგან ამერიკის მზერა გაშეშებული.
ასე რომ გეოპოლიტიკურადაც გადმოიწია. არ ვიცი. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. გიორგი მელაშვილი, ნოდარ ხარშილაძე იყო ჩვენი სტუმრები. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა პოლიტიკურ ციფრზე. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ხალხის სახელაზე შევხვდებით.